გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გვაქვს მორიგი შეხვედრა კონსტიტუციასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეაში. აა მადლობა ყველას, რომ გვესწრებით და გვიყურებთ. ხა ძალიან მოკლედ ვიტყვი იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ამ ჯგუფში. ჯგუფი არის საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის კონსტიტუციაზე მომუშავე გუნდი, რომელიც ამ წლის სადაც იანვრიდან ხო თუ თებერვლიდან დათა, მე მგონი იანვრიდან იყო. ხვდებით ასე რეგულარულად, თავიდან ხვდებოდით კვირაში ერთხელ, შემდეგ კვირაში ორჯერ და ეს თვეები მუშაობთ ისეთ მოდელებზე, ან ისეთ სისტემის შემუშავებაზე, რომელიც უფრო მდგრადი იქნება კონსტიტუციური გატაცების მიმართ. ასევე რეალურად ჩვენი კონსტიტუცია, როდესაც ვსაუბრობთ მასში არსებულ მექანიზმებზე, არის მთლიანად პარლამენტზე აგებული და ძალათა ცენტრი ჰორიზონტალურად, ანუ შტოებს შორის და ვერტიკალურად, ანუ დეცენტრალიზაციას რაც შეეხება, სულ იყრის პარლამენტში. ეს კი თავისთავად წარმოადგენს იმ წინაპირობას, რამაც დღევანდელ გარემოებამდე მიგვიყვანა და არსებულმა წყობამ ვერ მოახერხა ერთპარტიული, ასე ვთქვათ, გატაცების პრევენცია. არის კიდევ იმის შეგრძნება, რომ რა დროს ესაა, რა დროს კონსტიტუცია იქნებ რამენაირად ეს მთავრობა მოვიშოროთ, მოვიყვანოთ უკეთესი სახეები, უკეთესი სურვილებით და იგივე კონსტიტუციის ჩარჩოებში ისინი მათი პიროვნული, ასე ვთქვათ, კეთილშობილებიდან გამომდინარე, უკეთეს მომავალს შემოგთავაზებენ. მაგრამ ამ გუნდში ვიკრიბებით იმ მიდგომით, რომ პოლიტიკური აქტორების ნდობა არ ამართლებს, უკვე სამწრეზე უკვე არ ამართლებს და თვით ახალმა სისტემამ და არაპირებმა უნდა შემოგთავაზოს ეს სიმდგრადე და მდგრადობა და სიკეთეები. არის ასევე იმის ილუზია, რომ კონსტიტუციის ცვლილებების გარეშე, თუ ჩვენ შევასრულებთ მაგალითად ევროკავშირის 9 პუნქტიან მოთხოვნას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს პუნქტები არ ითხოვენ ამ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ მართლა გვჭირდება და ეს პუნქტები არის მხოლოდ შედეგი, ასე ვთქვათ, destination point, სადაც უნდა მივიდეთ და რა გზით მივალთ იქ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ახლა ამ 9 პუნქტამდე მისვლა შეიძლება ნახევარ დემოკრატიულ რეჟიმშიც, ისეთ წყობაში, როგორიცაა მაგალითად უნგრეთში, თურქეთში, სადაც რეალურად არის მოჩვენებითი დემოკრატია, ანუ ევროპას კიდევ ერთი ასეთი თავის ტკივილი რომ გაუჩინოთ, უნდათ ალბათ ასეთი რამე სავარაუდოდ არა, ხო? და აი სწორედ ამიტომ ვხედავთ ამ შეკრებების დროულობას, თუ მართლა ევროკავშირში გვინდა, ამოჭირდება საბრძოლიანი მუშაობა, რაც ეს გუნდი მუშაობს. გასაგებია ასევე, რომ გვეჩქარება, მაგრამ უკვე ასე ვთქვათ, ბევრჯერ მოგვივიენდა და ამიტომ ვთვლით, რომ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები გავაკეთოთ უბრალო პოლიტიკური ელიტების ცვლილების გარდა. საჭიროა უდავად ეს ცვლილებები, მაგრამ ეს ფანჯარა, ეს სარკმელი, როდესაც ეს ფუნდამენტური ცვლილებები შეიძლება მოხდეს, არის მანამ სანამ ახალი პირები პოტენციურად ახალი მთავრობის განმტაცებელები, ასე ვთქვათ, გველეშაპი, რომელიც ეპატრონება ნაკადულის თავს, სანამ ის დაეპატრონება ამ წყლის სათავეს. და ესე მერე ძახილით დაგვიანდება და იგივე სისტემაში მოქმედება, იგივე თავიდან ასეთ წრეზე წაგვიყვანს. ანუ ისევ დაგვიგვიანდება პოტენციურად მეოთხედ. ეს პატარა შესავალი თუ რატომ ვდებთ ამაში ამდენ ძალისხმევას და დროს, მართლა დიდი დრო მიაქვს ამას, როგორც ამ შეხვედრებზე, ისევე შეხვედრების უკან, რამდენი დრო იხარჯება იმაში, რომ რაღაცნაირად ეს სისტემა უკეთეს გავხადოთ. ყველა აქ არის აპარტიული, თუ ვინმეს რაიმე მიდრეკელებები აქვს, ამაზე აცხადებს და ყველა ცუდი ის არის, როდესაც არის და არ აცხადებს, ხო?
ასევე არავის არ ეხდება ამ გუნდში არანაირი ანაზღაურება, უბრალოდ ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა, მომავლის იმედი, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს უკეთეს მოვალს დაუტოვებს და შეგვიძლია რაღაც გაკეთება იმის, რაც ჩვენი ვალია და არა სხვისი. და ნუ დღევანდელი თემა არის ის, რომ ვისაუბროთ ახალი მოდელების შეფასების პროცესზე, ანუ გვაქვს რამოდენიმე მოდელი, რომელზეც ვიმუშავეთ ამ თვეების განმავლობაში, ყველა ინდივიდუალურად გვაქვს, რა თქმა უნდა, განსხვავებები იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ წყობა უნდა მოეწყოს, მაგრამ ასევე ვცდილობთ, რომ შევთანხმდეთ იმ მიდგომაზე, თუ როგორ შეიძლება, რომ ეს ახალი მოდელები შევაფასოთ და ამაში არ იყოს მაინც და მაინც ერთპიროვნული მიდგომა ამის შესახებ. ეს ადრე ვფიქრობდით, რომ გავკვეთებინა ესეთნაირად, რომ დაახლოებით 44 შეხვედრა გავკვეთებინა და ცალ-ცალკე თემატურად გაგვერჩია ეს საკითხები, რაც კონსტიტუციაში შედის და რაც ეხება ძირითადად ძალაუფლების მიტაცების თემას. მაგრამ ახლა ახალი მიდგომა არის, რომ ხელოვნური ინტელექტის მოვიხმარიოთ ამ პროცესში, მაგრამ ამასთანავე ადამიანის ზედამხედველობა არ დავკარგოთ და ორივე ერთად ასე თქვა კომბინირებულად გავაკეთოთ. ამასთან დაკავშირებით მე ხა ჩემს ეკრანს გავაზიარებ და წარმოგიდგენთ პატარა დოკუმენტს, რომელზეც შეგვიძლია მოვიხმაროთ ერთგვარი გზამკვლევი. ჩამოყალიბებ, რომ პროექტის მოდელების შეფასების და დახვეწის პროცესი, ანუ რა შეგვიძლია რომ გავიაროთ და როგორ, აი აქ არის ჩამოყალიბებული და შემოგთავაზებთ ამ მიდგომას. ეს არის შევიმუშაოთ სახელმწიფო მართვის ესე მიზანი რა არის, რომ შევიმუშაოთ სახელმწიფო მართვის ისეთი მოდელი ან მოდელები, რომელიც თავის შიდა მექანიზმებით შეძლებს დემოკრატიული უკუსლის შეჩერებას და არ იქნება დამოკიდებული ინდივიდუალურ მოთამაშეთა ნებაზე. ანუ აქამდე რაც ვისაუბრე, ჩვენ თანხდებით, რომ არ არსებობს ერთი უნივერსალური მოდელი, რომელიც გარანტირებულად მიაღწევს ამ მიზანს. თანხდებით აგრეთვე, რომ პიროვნულმა ეგომ არ უნდა განსაზღვროს ჩვენი მიდგომა, ანუ არ უნდა დავჯერდეთ მხოლოდ ერთ გზას და უნდა ვაქციოთ მომავლის ხედვა, ანუ არ უნდა ვაქციოთ მომავლის ხედვა წარსული ჩვევების ტყვედ. ანუ თუ რაღაც გამოცდილებები გვაქვს და შეხედულებები, რომ მაინც და მაინც ეს ეკეთდება ეს საქმე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ასე ვთქვათ ჩვენ ვართ ამისი ზეგავლენის ქვეშ ამ წარსულის და უნდა მივცეს საშუალება ამ ზეგავლენას, რომ ჩვენს მომავალ გეგმებზე უნდა გადავისწავლოთ და თავიდან რაღაცა ახალი შევისწავლოთ. აქ ჩამოწერეს საინტერესო ინფორმაციის წყაროები, რომელიც შეგვიძლია ყველას გირჩევთ, რომ გადავხედოთ. ეს ყველაფერი არის Google Drive-ზე დალინკული PDF-ის საშუალებით. ეს ბოლო ორი დოკუმენტი ვცდილობ, რომ გავაკეთო ეს PDF-ის ფორმატ და ამასაც დავამატებ. ესენია ეს Militant Constitution, ეს გერმანელების დაწერილია, უფრო ესეთია უფრო აგრესიულად დამყარება კონსტიტუციის, მაგრამ ეს ძალიან ბევრი რაღაცა საინტერესო არ არის, მაგრამ ვინც საინტერესოა, the counter playbook, resisting populist assault on separation of powers, how to save constitutional democracy, designing resistance, how democracies die, and abusive constitutionalism. ანუ ეს ნაწილები რომ წავიკითხოთ, ხო, და ეს დალინკულია ყველაფერი, უკვე ძალიან დიდი ინფორმაციას მივიღებთ თუ რასთან გვაქვს საქმე და ამ წყაროებში ასევე მოცემულია ის წყობები, სხვადასხვა წყობების მოდელები, რომელიც პოტენციალურად უფრო მეტად გამძლეა ასე ავტოკრატიული takeover-ების მიმართ. შემოთავაზებელ პროცესს რაც შეეხება, ესე იგი ვადგენთ დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია დემოკრატიული უკუშლის მაგალითები და მექანიზმები, ეს იმისთვის, რომ ჩვენ თვითწოდეთ ეს ყველაფერი და შემდეგ ხელოვნურ ინტელექტად შეგვიძლია მიუთითოთ, რომ რა წყაროები გამოიყენოს იმისთვის, რომ ეს ახალი მოდელები, რასაც ჩვენ მას ვაჭმევთ, რომ შეადაროს იმ გამოწვევებს, რაც დღევანდელ მიტაცების მექანიზმებში არსებობს. შემდეგ არის ვადგენთ სახელმწიფო წყობის მოდელებს, კარგი იქნება თუ თითო წერმა შეადგინოს რამოდენიმე მოდელი,
რომ თავად ავირიდოთ, ასე ვთქვათ, ემოციური მფლობელობის მიკერძოება და ჩაძირული ხარჯების მიკერძოება. ეს ნიშნავს, რომ თუ ამაზე ამდენი დრო დავხარჯე მე და ასეთი იდეალურ მოდელად წარმომიდგენია ერთი, რომ გავაკეთოთ, თქვათ, მაგალითად, მეორე ან მესამე იგივე ადამიანმა ან რამოდენიმე ადამიანის ჩართულობით, იმისთვის, რომ არ ქონდეს ემოციური გადახრა ერთის მიმართ და იმიტომ როგორც ადრე ვთქვი, შეიძლება მიზნამდე რამოდენიმე გზით თანაბრად წარმატებულად მივიდეთ. შემდეგი ეტაპი არის, რომ AI-ს ანუ ხელოვნურ ინტელექტს ვაძლევთ წინასწარ განსაზღვრულ prompts და შოთას ქონდა ამაზე კარგი იდეები და იქნებ გითხრას ამაზე, რომ სადაც დავალაგეთ ასე დავალაგებთ დავავალებთ უკაცრავად შეამოწმოს ზემოთ აღნიშნული გამოწვევების მიმართ შემოთავაზებული მოდელების მდგრადობა, ანუ გამოწვევებია ერთ მხარეს და მოდელებია მეორე მხარეს და შეიძლება ეს ნაწილ-ნაწილ გაკეთდეს, ან მთელი მოდელი შეიძლება მიეცეს იმის დამმიხედვით, თუ როგორ რეზულტატებს ვიღებთ ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში, თუ ნაწილებს მივცემთ, მაშინ შეიძლება სხვა შტოებთან ან დეცენტრალიზაციასთან კავშირები ვერ გაავლოს მან ისე კარგად, ან ნაწილ-ნაწილ მივცეთ წინა ინფორმაციის გათვალისწინებით და ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. და შემდეგი იქნება, რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის რეზულტატების განხილვა ღია სივრცეში, რომ ყველა შეძლოს ამაზე კომენტარები გააკეთოს და ჩვენ ახლა რა თქმა უნდა, როგორც ადამიანები და ამ გატაცებების მრავალი სახის შემწრეებს, შეგვიძლია უფრო მეტი კონტრიბუცია გავაკეთოთ იმაში, თუ რა არის შეცდომა, რა არის რეალობა ხელოვნური ინტელექტის გენერირებულ ინფორმაციაში. ნუ ეს მოგცემს ერთი მხრივ რაღაც ობიექტურობას, რომ ყველა მოდელს მიესადაგება ერთი და იგივე საზომი ჯოხი AI-ის საშუალებით და მეორე მხრივ, ნუ იმ ადამიანურ ფაქტორს, რომელიც რომ რეალობიდან არის რეალობაში ვხედავთ ამას, რომ ესეც არ დავივიწყოთ, რა თქმა უნდა. არის ესე იგი აქ მიწერი დემოკრატიის აქ უკუსლის დოკუმენტების სია, რომელიც შემდეგ გადაეცემა AI-ს, ეს ერთი მიწერია, ეს არის ეს ეს დოკუმენტია Designing Resistance. შეგიძლიათ რა თქმა უნდა ჩამოიწეროთ. აქ არის ანექსში ბოლოში არის აღწერილი ახლო წარსულში ბევრი გატაცებების მექანიზმები, ანუ კონსტიტუციური ძალაუფლების გატაცების მექანიზმები, ძირითადად ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, რაც აკეთებს ამას და ხშირად იყენებს არჩევნებს, იყენებს კანონმდებელს იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს როგორც სასამართლო სისტემას. შემდეგ არის ესე იგი მოდელები, მე გთავაზობთ, რომ ეს მოდელების წარმოდგენის სავალდებულო შაბლონი, ამაზე გეტყვით, რა ხდება, ესე იგი, მე თვითონ AI-ს ვკითხე, რომ იმისთვის, რომ ეს მოდელების შემოწმების საფეხურები გავაკეთებინა, რომ შემოწმება გავაკეთებინა AI-ის საშუალებით, რომ AI რა შაბლონს შემოგთავაზებდა იმისთვის, რომ არ დავკარგოთ რაღაც სისტემურობა და ისე არ გამოვიდეს, რომ ვიღაცას აქვს რაღაც ნაწილები, მოდელის ვიღაცას არ აქვს და იმ ქონა არ ქონდა გამომდინარე, შემდეგ ამ მოდელს აქვს რაღაც დადებითები და უარყოფითები. ამიტომ თუ ვინმე წარმოვადგენთ მოდელს, უნდა მიყვებოდეს რაღაცა შაბლონს, რომ ვაშლი ვაშლს შედარდეს. ამ შაბლონს დაუბრუნდები ორ წუთში და შემდეგ არის ესე იგი წარმოდგენილი მოდელები, მოდელის წარმოდგენის სახელგვარი, შეიძლება რამოდენიმე ადამიანი იყოს ავტორი, შემდეგ Google Links შეგვიძლია ჩავდოთ აქ და შემდეგ სტატუსი, რომ სრული მოდელია თუ არასრული მოდელია ეს, შაბლონიდან გამომდინარე და შემდეგ ასეთი მოდელები აქ ჩავყაროთ ჩვენ. შევამოწმოთ ერთად სისრულე მოდელის, თუ აკმაყოფილებს ამ შაბლონის მოთხოვნებს, მაშინ გავატაროთ აი ამ პროცესში, რაც მანამდე ვისაუბრე, რაზეც მანამდე ვისაუბრე.
ეს არის AI prompt-ის აღწერა და შოთა ალბათ შენ კარგი იქნება ამაზე ისაუბრო. და მე დავამთავრებ აი ამ შაბლონით, აი ამ შაბლონს გავხსნე ახლა და შეგვიძლია გადავხედოთ ამ ნაწილსაც. ესე იგი, ეს არის მმართველობის მოდელების წარმოდგენის ფორმატი. შეგიძლია წაიკითხოთ, ნუ აქ რა შედის ძირითადად. ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, თავისი სტრუქტურით, არჩევა, უფლებამოსილებები, თანამდებობიდან გადაყენების იმპიჩმენტი იქნება თუ უნდობლობის ვოტუმი თუ როგორ ასე შემდეგ როგორ კეთდება, სასამართლო ხელისუფლება, ნუ ეს სამი შტო, შემდეგ არის შტოებს შორის ურთიერთქმედების მექანიზმები, დანიშვნები, საბიუჯეტო პროცესი, ანუ ვინ რა გაწოლილებას იღებს. საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, ანუ გვინდა თუ არა კომისია, ცენტრალიზებული კომისია და ასე შემდეგ, ოლქებით დაყოფა. ხელისუფლების ვერტიკალური განაწილება, ანუ ეს არის უნიტარული იქნება თუ დეცენტრალიზებული სისტემა, ფედერალური სისტემა, ორივე შეიძლება იყოს დეცენტრალიზებული. ამაზე საუბარი და შემდეგ სხვა მეოთხე შტო, ანუ დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფორმირება და როგორი ინიშნებიან და ასე შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის დებულებები და კონსტიტუციური ცვლილებების პროცესი ბოლოში. ეს არის ინიცირება, რატიფიკაცია, შეუცვლელი დებულებები თუ მარადილობის მუხლები თუ ესეთი რაღაც ჩადება გადაწყვეტა ავტორმა. ეს მთლიანად ეს დაგენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ. მე უბრალოდ აუხსენ იმას, თუ რის გაკეთებას ვცდილობდით. შესაბამისად, ვთვლი რომ ამ ფორმატში ამ ინფორმაციის წარდგენა იქნება ერთ-ერთი ნორმალური ფაქტორი, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ესეთი რაზეც არ გვისაუბრია ადრე, პრინციპში აბსოლუტურად მიყვება იმ პრინციპებს, რაზეც ჩვენ ადრე ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, ყველას ექნება საშუალება, რომ ამ დოკუმენტზე ცდომა გქონდეს და რაღაც კონკრეტული შესწორებები შემოგთავაზოს. აი აქ გავჩერდები ახლა და თუ გაქვთ რაიმე კომენტარი ამ დოკუმენტთან მიმართებაში, ამ წინასწარ მიმართებაში, შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე. შოთა, შენ შეგიძლია ალბათ. ხო, დავამატებ. აზიარებ რამეს, შოთა, თუ რას? გავაზიარებ ხო იმას, რაც მას შენ პატარა დოკუმენტს. თუ გახსნა გაზიარება. ოკეი. თქონდა შეძლო. მოკლედ, რჩევა არის ჩემგან, რომ რაღაც პრომპტინგი წინასწარ მოვამზადოთ და ყველანი შევთანხმდეთ. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მეთოდს ქვია chain of thought პრომპტინგი, რომელიც რაღაცა ლოგიკური თანმიმდევრობით გვალაგებინებს AI-სთან კომუნიკაციას რა, ანუ წინასწარ ვიცით რა მიმართულებით მივდივართ, ხო? რაღაცა ისეთი რთული არ არის, აი საუბარი რომ რაღაც ინტერვიუ რო დავგეგმოთ წინასწარ, დაახლოებით ეგეთი ის არის. უბრალოდ წინაპირობად არის, რომ თქვათ, გქონდეს ჯერ კრიტერიუმები, რომლითაც ვაფასებთ კონკრეტულ მოდელებს, რაღაცნაირად ჩამოყალიბებული. ხო? თვითონ ეს კრიტერიუმებით შეიძლება ვთქვათ, ესეთი საუბრის შედეგად ზოგადად გქონდეს და დეტალიზაცია გავაკეთებინოთ. გქონდეს დოკუმენტაცია, არსებული სიტუაციის ანალიზი, რომლის საფუძველზე შეიძლება მაგალითად არსებული კონსტიტუცია სიტყვაზე რა, შეიძლება კონსტიტუცია იყოს, შეიძლება დამატებით რაღაცა ვთქვათ ამ კონსტიტუციის აღწერა, ან კვლევა, ან რაღაცა ისეთი, რაც უკვე არსებობს დოკუმენტი. და გქონდეს ჩვენი მოდელი, ანუ ეს სამი რაღაცა. პირველი არის კრიტერიუმები, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით და ყველა მოდელის შეფასებისას ამ კრიტერიუმს ვიყენებთ.
მეორე არის პირველადი დოკუმენტი, რომელსაც ასევე ყველა ვიყენებთ, და მესამე არის ის ორიგინალური მოდელი, რომელიც თქვათ არსებობს, ხო? და ნუ თანმიმდევრობა, ეხლა ეს პირობითი თანმიმდევრობაა, მაგრამ იდეას რო შევხედოთ, თქვათ პირველად ჯერ ვეუბნებით, ვაძლევთ, უტვირთავთ, თქვათ არსებულ კონსტიტუციას, ან არსებულ მასალებს და უტვირთავთ კრიტერიუმებს და ვთხოვთ, რომ ამ კრიტერიუმებით შეაფასოს და დაიმახსოვროს. მერე ვთქვათ, უტვირთავთ ჩვენს მოდელს და იგივე კრიტერიუმებს და იგივე დავალებას ვაძლევთ. მერე შეიძლება უთხრათ, რომ მოდი ახლა ეს ორი შეადარე ერთმანეთს და აბა ისევ ამ კრიტერიუმების მიხედვით სად არის გეფი, სად რაღაცა ახალი, შეიძლება ახალი იდეებიც იმას ქნას და შემდეგ კი ვთქვათ, არ ვიცი, ხო რა, ანუ შეიძლება იყოს, რომ შემდეგი პრომპტი, ვთქვათ, ამ ახალი მოდელში რა რისკებს ხედავს, თუ მანამდე იმ კრიტერიუმებთან მიმართებით შეაფასა, შეიძლება დამატებით კითხო, რომ აი დამატებით კიდე რაღაცა რისკები ხო არ არსებობს და შემდეგ კიდე ერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს, რომ თქვათ აი იმპლემენტაციის თვის რაღაცა რეკომენდაციები, ან თქვათ განვითარებისთვის რაღაცა რეკომენდაციები მოგცეს. ანუ ეს უბრალოდ სამაგალითოდ არის პროცესი, რომელზეც ჯობია რომ წინასწარ შევთანხმდეთ ყველანი, ვინც თქვათ საკუთარ მოდელს ვაფასებთ. ანუ უნდა შევთანხმდეთ კრიტერიუმებზე, შევთანხმდეთ საწყის დოკუმენტაციაზე, რას ვიყენებთ ყველანი და შევთანხმდეთ თვითონ პრომპტებზე. ანუ რომ ერთი და იგივე დავალება მივცეთ, რომ რაღაცა მეტნაკლებად ძალიან იდენტური ის მაინც არ გამოვა, იმიტომ რომ ძალიან კრეატიული აი ზოგადად, მაგრამ აი ეს მეთოდი შემოთავაზების სახით შეგვიძლია ამაზე ცალკე რაღაცა სამუშაო შეხვედრა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი ვთქვათ გავწეროთ და სანამ ვთქვათ AI-ის მიერ შეფასება დაიწყება, ეს უკვე ეს ინსტრუქცია გქონდეს, ვთქვათ რაღაცა ერთ ან ორ გვერდიანი. სამს მოკლედ. კარგია, მადლობა შოთა. ხო, ეს დასახვეწი იქნება, ეს რაღაც სამუშაო შეხვედრა რო გავაკეთოთ. შეიძლება დავამატებდი მოკლედ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მაგალითად სხვადასხვა მოდელი შეიძლება იყოს სხვადასხვა პრინციპებს ეფუძნებოდეს. მაგალითად შეიძლება ვთქვათ, რომ არ ვთანხმდებით ყველა თავის მოდელით მოდის, მაგრამ შეიძლება თუ ვთანხმდებით, ვთქვათ, რომ მაგალითად ეფუძნება იმას, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია გვინდა, ან გვინდა მაგალითად აქცენტი პირდაპირ დემოკრატიაზე, ან გვინდა ლიკვიდ დემოკრატიის მოდელები, ან გვინდა რაღაცა მიქსი. ამათი. ანუ რაღაც ამაზეც, იმიტომ რომ სხვა გაუჭირდება ამათ შორის შედარება. ნუ ამაზე არ არსებობს პასუხი, რომელია სწორი. ამაზეც მე მგონი ამ მინიმუმ ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ თქვა მაგალითად ამოვდივართ აი ამ დათქმიდან. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუჭირდება, გაიფანტება. შეიძლება სხვადასხვა პრომპტი იყოს, რომ უთხრა, რომ მოდი ჯერ ამითი მითხარი, მერე ამითი და მერე ამითი რა. თუ პრინციპში თანხმდებით რაღაცეებზე, იმიტომ რომ ჯგუფის წევრები სუბიექტურები არიან, ეს შესაბამისად ჯგუფიც სუბიექტურია, ხო? თუ პრინციპში თანხმობა არსებობს, შეგვიძლია, პირდაპირ აქედან ამოვიდეთ, ანუ არ ვაწვალოთ და არც ჩვენ ვიწვალოთ თავი. ანუ მაგალითად კრიტერიუმშივე იყოს, საერთო კრიტერიუმშივე იყოს რაღაცა და თუ არ იქნება საერთო კრიტერიუმში, ანუ ცალ-ცალკე შეიძლება კითხო რა. უბრალოდ აი წარმოვიდგინეთ ესეთი რამ, რომ ხო არის მთელი რიგი პრეცედენტები, რაც ანუ case based case based პრეცედენტები, ისე ზოგადად კატეგორია კი არა, რაც მოხდა, ხო? აი ეს ავტოკრატიული გადაცემის შემთხვევები და ასეთი არის რამოდენიმე ასეულია და ამ დოკუმენტებში რაც ჩვენ ჩამოწერეთ, იქ ყველაფერი ეს ნახსენებია და ეს ამაზე შეხვედრებიც ქონია. და
თუ ვთქვათ, რომელიმე მოდელს მივცემთ სისტემას, აქედან გამომდინარე, ალბათ შეუძლია AI-ს გაითვალისწინოს, რომ რამდენად შესაძლებელია ესეთი რამ მოხდეს ამ მოდელიდან გამომდინარე, და ეს სუსტი წერტილები ისედაც გენერება მაინც გაუკეთოს. ანუ ჩვენ თუ გვექნება ასეთი პრეცედენტები, როგორც საზომი ერთეული, შეუძლია შემდეგ აი ამ პრეცედენტების მოხდენის ალბათობა გამოგვითვალოს ინტელექტმა. მე მგონი არ უნდა იყოს data პრობლემა, რომ ეს შედარების ის ქონდეს თუ აქედან მიუდგევით საქმეს. ანუ რა შანსია, რომ ვთქვათ, აი ესეთი რამ გააკეთოს აღმასრულებელმა, ან ვთქვათ, სასამართლო სისტემაში ესეთი პრობლემა წარმოიქმნას, თუ არის მოდელი ასეთი და ასეთი, ხო? და ანუ პირდაპირ გადის იმ ალბათობაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს და არა იმაზე, თუ აი ეს მოდელია, ამიტომ არის ისე კარგი თუ ასე. ანუ პირდაპირ რა შეიძლება მოხდეს იმაზე გადის. რა იმისგან გამომდინარე, რაც უკვე მომხდარა. ანუ უნდა ვითამაშოთ ამასთან, რომ შეიძლება სხვადასხვა მოდელები მაინც შედარდეს ერთმანეთს. და გამართული გაქვს მიკროფონი. თუ გვაქვს საშუალება, რომ უფრო დავავიწროთ ფრონტისთვის არის ხოლმე ეგ უფრო მოსახერხებელი, თუ უფრო ავიწროთ, აძლევს საშუალებას, რომ უფრო კონკრეტული პასუხი მოგცეს. თუ თქვა მაგალითად თანხმდებით, რომ გვინდა მიქსი წარმომადგენლობრივი დემოკრატიის და პირდაპირ დემოკრატია, როგორც შემბოჭრილი ინსტრუმენტი, მაგალითად, ხო, რაც ამერიკულ კონსტიტუციაში ფედერალურ დონეს გათვალისწინებული არის და შვეიცარიის შემთხვევაში არის. მაშინ შესაბამისად უკვე როცა ის ამ კუთხიდან, ამ პრინციპებიდან ამოვა, უფრო კონკრეტული იქნება. სხვა შემთხვევაში უფრო გაბლარული შეიძლება იყოს, თქო, ამას ვამბობდი, მაგრამ სადუ და მე დავაზუსტოთ, არც ეგა პრობლემა. ანუ მაგალითად პირობითად თუ არ გაქვს მოდელში ჩადებული კრიტერიუმი, თუ არ გაქვს გათვალისწინებული, დაზუსტებული არ გაქვს, უნდა იყოს თუ არა პირდაპირ დემოკრატია, როგორც შემბოჭრილი ინსტრუმენტი, იქ შეიძლება კითხვა არ დასვა, უადგილო იყოს კითხვა, იმიტომ რომ იმაზე ხომ არ შეიცავს ეს მოდელი ხალხის რეფერენდუმის გზით ძალაუფლების მიტაცების რისკებს. რაც ხდება ხოლმე ავტოკრატიაში, ანუ ხშირ შემთხვევაში რეფერენდუმი გამოიყენება სწორედ ინსტიტუციების ჩამოსაშლელად პოპულისტური ლიდერების მიერ. ორბანმა და მაშინ როდესაც სხვაგან პირიქით, როცა ეს დაბალანსებული ინსტრუმენტია და კარგად არის გათვლილი, ის გამოიყენება იმისთვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუციები იყოს დაცული. ამიტომ უფრო დავაკონკრეტებდით ხო რა, მაშინ კრიტერიუმებს თუ იცი, რომ თქო რეფერენდუმი გინდა. ხო, აი მაგასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული იქნებოდა. ხო, მაგასთან დაკავშირებით შეუძლია სხვათა შორის ამ ხელოვნურ ინტელექტს, რომ რაღაცნაირად ეს შედარებები და პარალელები გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მომხდარა ადრე, და ვთქვათ, იგივე პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემები ერთმანეთს დაუდაროს ამ მრჩევლის პოპულაციის, ანუ რამდენია ხმის მიცემი პოპულაცია ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში. ისე როგორც რეფერენდუმების ზღურბლების თან დაკავშირებით, ანუ ის პრეცედენტები, რაც ადრე არსებობს, ამას იყენებს და უდარებს და ვთქვათ, თუ ახალი კონსტიტუციის შემოტანა იქნება ამ შემთხვევაში რა ზღურბლზეა საუბარი, ну ეს ყოველ შემთხვევაში მოგცემს დაახლოებით 1.70-80% ალბათობას იმისას, რომ ის რეზულტატები, რასაც ჩვენ მივიღებთ, იქნება სანდო და დანარჩენი ჩვენ უნდა შევავსოთ და ვიფიქროთ და დავამატოთ, ასე რომ ეს რა თქმა უნდა არ არის ის რაც აბსოლუტურია და იქნება გადასახედი და გასაშალაშინებელი. რა მინდოდა მეთქვა კიდე, რომ ამ ტექსტშიც დავწერე მე, რომ ძალიან კარგი იქნება თუ თავს ასე თქვათ ვაიძულებთ და რამოდენიმე მოდელს მოვიტანთ თითოეული. აი მე მაქვს რაღაცა თქვენ იცით რა არის ეს პრეფერენსი, რომ ასეთი რაღაც ესეთი და ესეთი მოდელი შევქმნათ, მაგრამ
დავიწყე მუშაობა, რომ რაღაც სხვანაირი მოდელიც გავაკეთო, იმიტომ რომ არ მქონდეს ეს წარმოდგენა, რომ მაინც და მაინც აი ეს არის ოპტიმალური, იმიტომ რომ შეიძლება სხვაც იყოს ოპტიმალური ჯერ ერთი და მეორეც ერთი, რომ ერთმანეთის მხარე უფრო უკეთესად რომ დავინახოთ, ეს დაგვეხმარება, რომ დიალოგი უფრო კონსტრუქციული იყოს. თუ ავიღებდით ჩვენ თავზე, რომ ასეთი ცოტა არამსგავსი ან ცოტა სხვა მოდიფიცირებული მოდელებიც გავაკეთოთ, აი შეიძლება ერთი იყოს საპრეზიდენტო სისტემა, მეორე იყოს საპარლამენტო და რაღაც ასეთი რამოდენიმე ვარიანტი რომ გავაკეთოთ, თუ შევთანხმდით ამაზე, კარგი იქნება. ანუ მთავარი ის მოტივი არის, რომ ეს რაღაც მიკერძოებულობას გარო დავიცვათ თავი? ჯერ ერთია ეს და მერე რა მოდელებიც გვაქვს ახლა, ხო? არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოპტიმალური შედარება გავაკეთოთ. გვაქვს სულ რაღაც 2-3 მოდელი და რომ გქონდეს აი საპარლამენტო სისტემის მაგალითი კარგი რამოდენიმე, ხო? ეს მოგცემდა საშუალებას, რომ უფრო მეტი შედარებები გავაკეთოთ და ლიმიტირებული არ ვიყოთ მარტო რამოდენიმე მოდელზე. ჩემი რეკომენდაცია იქნება მე თვითონ არ მაქვს მე ცოტა გვიან შემოგერთით არ მიმუშავე ამ მართულებს, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ეხლა რაც არის, იმითი დავტესტოთ თვითონ პროცესი. და მინიმუმ პროცესი იქნება და აუთპუტი იქნება პროცესის თვალსაზრისით მინიმუმ საინტერესო. თორე დრო წავა მაგაზე რა, გადაიდება მინიმუმ 1 კვირა, 2 კვირა. რაც შეეხება თვითონ მოდელის ნაწილებს, data შენთვის მისაღებია, რომ ის მოდელის ნაწილების შაბლონი რაც არის, რომ ამებს გავყვეთ. ვიაროთ, მოდი კიდე ეხა გავიაროთ, მოდი. რაცა დავაჭირე. ვიყვეთ ნაბიჯიდან. ჩემმა შვილმა დამიტექსტა ახლა, რომ ეს 2 წიგნიც გიშოვეო და ამისას დავლინკავ. და როგორც კაი ამბავი მოხდა. ოკეი. ხედავთ, ხო? მე კომპიუტერიდანაც შემოვალ და დამამატეთ რა. ოკეი. სამ შემოხვალ ცოტა ვისაუბრე ამაზე. პრეზენტაცია რო გააკეთო, ხო? საკანონმდებლო ხელისუფლებით იწყება. არის ესე იგი ერთპალატიანი და დავაკონკრეტოთ, აქ ეს არის ერთპალატიანი თუ ორპალატიანი სისტემა, თუ ორპალატიანია, რა ქვია თითოეულ პალატას, რომ ეს მოდელმა კარგად აღიქვას და დაიმახსოვროს. რა არის თითოეული პალატის კონკრეტული დანიშნულება, შემადგენლობა და არჩევის წესი, წევრთა რაოდენობა თითოეულ პალატაში, თითოეული პალატის არჩევის მეთოდი, მაგალითად პროპორციული წარმომადგენლობა, მაჟორიტარული შერეული დანიშვნით და ასე შემდეგ. წევრთა უფლებამოსილების ვადა, რამდენი ხნით მოდიან. რაც ბოდიში, ვარ დამოვიწეს ერთ სამჯერ დამოვიწყდა. ხო არ იყოს თვითონ თვითშეფასების ის კონდეს ავტორმა თავისი მოდელი შეაფასა, აღწეროს რა პრობლემაზე საპასუხოდ არის და გარკვეულად აღწეროს მისი აზრით ეს სოლუშენი ამ პრობლემას რატომ აგვარებს და შეიძლება იყოს სუსტი წერტილიც. მე მგონი AI მაგისთვის გინდა რომ არ მივცეთ რომ თუ ვეტყვით AI-ს და ვეტყვით რომ ოკეი, ამით ამ პრობლემას ვაგვარებ, დიდი ალბათობა რომ მის პასუხში უკვე მოცემული იყოს რომ რაღაც გადავხაროთ მისი პასუხი და გითხრას რომ კი, როგორ არ აგვარებ და დავითანხმოთ, ხო? ამიტომ ის ჩვენ წარმოდგენები თუ რას აგვარებს თუ რას არ აგვარებს, სუსტი წერტილებიც თუ იქნება მითითებული. როგორ დათა? რა ვიცი.
სუსტი ანუ ძლიერი მხარეები და სუსტი წერტილები. შეფასების ნაწილს მოვერიდებოდი, უბრალოდ სისტემა კი, ავწეროთ და შეფასება მივანდოთ, შემდეგ პირველ ეტაპზე ხელოვნურ ინტელექტს და მეორე ეტაპზე ერთმანეთს. და პრომპტში როცა შევდივართ, ნახე, მან თუ ჩაუწერთ, რომ მოძებნე ეს რამდენად აგვარებს და რა ახალ სუსტ წერტილებს აჩენს, მაშინ უკვე ფოკუსირებულად იქნებოდა. კი ბატონო. ანუ კი, ხო ანუ, მივეცი თქვა და ჩემი აზრით, რომ ხო, ეს ეგ არის პრობლემა იყო. ერთ-ერთი ეტაპი შეიძლება მთლიანად ეგ იყოს, სუსტი წერტილების აღმოჩენა. უბრალოდ ვასილი მე მგონი გულისხმობს, რომ ჩვენ თვითონ არ მიუთითოთ, რომ აი ეს არის სუსტი წერტილი და ამას მიაქცია ყურადღება. ხო, ან ძლიერი წერტილი, არ მოდელში არ ჩავრთოთ შეფასების ნაწილები. ოკეი. გავაგრძელებ, ხო? აი მე მაქვს შეკითხვა, ეს რა ფორმით უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი ეს რაღაც? აი ასეთივე ფორმით, სოსო, ანუ აქ ხომ არის მეორე დოკუმენტი ხომ იყო აქ. აი ეს ხო? ანუ I am Google Docs-ში შევა ადამიანი, ანუ რომელიც ეს იქნება, ამას შემდეგ კოპირებას გააკეთებს, ანუ file copy და თავის ვერსიას გადმოწერს, ეს არ მარტო view only ახლა. იქვე თაბი გააკეთოს. ხო, ახალ თავს გააკეთებს და თავის მოდელს შემდეგ შეავსებს IAM-ის მიხედვით, მაგალითად აქ წერია ორპალატიანი თუ ერთპალატიანი, ხო, ჩაწას რომ ეს არის ორპალატიანი სისტემა. შემოდგენლობა რა შედის, ხო? წერთა რაოდენობა თითოეულ პალატაში ჩაწერთ, თქვათ 100 აქ, 100 იქ და ასე შემდეგ. და შემდეგ ამ თავის მოდელს რომ შეიყვანს ამ გრაფიკის მიხედვით, მე ამ Google Docs-ის links მოიტანს უკან და დადებს აი აქ. ეს იქნება ერთი მოდელი. გავაგრძელო ისევ? კი ბატონო. შემდეგ არის ისევ საკანონმდებლოზეა საუბარი, უფლებამოსილებები, პირველად ის. სტანილად შეიძლება. ოკეი, მას ცოტა ზევიდან დავიწყებ, შემადგენლობა და არჩევის წესი, წერთა რაოდენობა თითოეულ პალატაში, თითოეული პალატის არჩევის მეთოდი არის პროპორციული, წარმომადგენელი, მაჟორიტარული, შერეული დანიშნით და ასე შემდეგ, შეიძლება ახალი სისტემა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მაგალითთვის არის მოცემული. წერთა უფლებამოსილების ვადა, არსებობს თუ არა ვადების ლიმიტი, თუ კი როგორი, აქ შეიძლება ის გავითვალისწინოთ, რომ ვთქვათ, ორი ვადით მოდის, ან ორი ვადის შემდეგ შეუძლია დაივსვენოს და კიდევ ორი ვადით მოვიდეს, ან სულ საერთო ჯამში ორი ვადა აქვს, ასეთი ნაწილები. უფლებამოსილებები, პირველადი საკანონმდებლო უფლებამოსილება, რომელი პალატა იწყებს რა ტიპის კანონპროექტების განხილვას, მაგალითად ბიუჯეტი ამ პალატაში გენერირდება და მეორე ეთანხმება თუ ანუ ერთმანეთში როგორი დამოკიდებულებები აქვს, ესეც მაგალითებისთვის აქვს მოცემული. ომის გამოცხადების უფლებამოსილება ვის აქვს? საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის უფლებამოსილება, აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველის უფლებამოსილება, მაგალითად მოსმენები, გამოძიებები, ორივე პალატას აქვს, ერთს აქვს თუ კომბინირებულად. თუ ორპალატიანზეა რა თქმა უნდა საუბარი მაგალითად. საბიუჯეტო უფლებამოსილება, ეროვნული ბიუჯეტის დამტკიცება, სრულების შეტანა, საკანონმდებლო პროცესი, ეს არის რა უმრავლესობა საჭირო სტანდარტული კანონის მისაღებად, მაგალითად მარტივი უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა, არსებობს თუ არა განსხვავებული მოთხოვნები კონკრეტული ტიპის კანონებისთვის, მაგალითად ორგანული კანონები, კონსტიტუციური ცვლილებები, ანუ ეს ეხება უმრავლესობას, ან როგორ წყდება ეს როგორ ეხება ეს ტიპის ამ ტიპის კანონი თუ იმ ტიპის კანონი. აღმასრულებელი ხელისუფლება შემდეგ, ანუ სტრუქტურა არის საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ კიდევ სხვა სისტემა, საპრეზიდენტო სისტემა თუ კიდევ სხვა. სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი, მონარქი, ცერემონიალი თუ ძლიერი ფიგურა, ან რაღაც საბჭო,
მთავრობის მეთაური შემდეგ, მაგალითად პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ვის ხელშია ძირითადი აღმასრულებელი ძალაუფლება, ეს მოდელიდან გამომდინარე იქნება სხვადასხვა. არჩევა და უფლებამოსილებების ვადა, არჩევის დანიშვნის მოდელი, მაგალითად პირდაპირ სახალხო კენჭისყრა, საარჩევნო კოლეგია, პარლამენტის მიერ არჩევა, უფლებამოსილების ვადა, ის რაზეც ვისაუბრე, მაგალითად 4 წელი, 4 წელი თუ 4 პაუზა, 4 რაღაც ასეთი ვადების ლიმიტი, უფლებამოსილებები, ვეტოს უფლება, კანონმდებლობებზე არის ეს აბსოლუტური ვეტო თუ სუსპენზიური კვალიფიციური ვეტო, რომლის დასძლევა შესაძლებელია თუ შეუძლებელია, თუ არის შესაძლებელი რა საკანონმდებლო უმრავლესობა ასეთჯი რომ ის დასაძლებად, 2-3, 3-4 თუ ასე შემდეგ. აღმასრულებელი ბრძანებების ან დეკრეტების გამოცემის უფლება, რა არის მათი მოქმედების სფერო, შეუძლია თუ არა მათი გაუქმება საკანონმდებლო ორგანოს ან სასამართლოს. თუ შეიძლება აქაც რაღაც ვადები იყოს დაწესებული, რომ ამის შემდეგ გასდის ვადა. შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ვინ არის, რა სტრუქტურაა, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მოსამართლეების და სხვა მთავარი თანამდებობის პირების დანიშვნის უფლება. ანუ ეს აღმასრულებელს აქვს თუ არა, თუ ნომინაცია თქვა შეიძლება სხვამ გაუკეთოს, ანუ ეს მექანიზმები. როლი საბიუჯეტო პროცესში, ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, ეს ისევ აღმასრულებლის უფლებამოსილებებზეა აქ საუბარი. შემდეგ არის თანამდებობიდან გადაყენება, იმპიჩმენტი გადაყენების პროცესი, ვის შეუძლია ინიცირება, რა საფუძვლით, რა უმრავლესობა საჭირო საკანონმდებლო ორგანოში ან სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად. და შემდეგ ეს პრემიერს ეხება უნდობლობის ვოტუმი საპარლამენტო ნახევარ-საპრეზიდენტო სისტემებში. შემდეგ გადადის სასამართლო ხელისუფლებაზე, სტრუქტურა აქ მოცემული, აღწერეთ სასამართლო სისტემა, მაგალითად, ერთი უზენაესი სასამართლო, თუ აქ ცალკე საკონსტიტუციო სასამართლო, ქვედა ინსტანციის ფედერალური სასამართლოები, ანუ როგორ არის ასე ვთქვათ, ძირითადი სკელეტონი როგორ არის აგებული სასამართლო. იცი აქ ბოდიში გამოჩენილი არის. ადგილობრივ თქვათ გაქვს, მაგით როგორც ამერიკაში არის ფედერალური სასამართლო და არის შტატების სასამართლო, ისიც მაშინ აღიწეროს აქ. ეს ცალკე საკონსტიტუციო სასამართლო, ქვედა ინსტანციის ფედერალური სასამართლოები. და თქვათ კანტონალური სასამართლოები ჩავწერო? იცი რა, თუ აქ გვაქვს არქიტექტურა აღიწერება, ხო შეიძლება დაბრუნდეთ მაგალითი თუ არის და შეიძლება სხვა რაღაცეებიც იყოს, ეს კი ეს არ გამორიცხავს, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ანუ შეიძლება საერთოდ არ იყოს ასეთი სასამართლო და მარტო თბილისში იყოს რომელიღაცა მოდელში, ხო? ანუ უბრალოდ სისტემა სტრუქტურას აღწერის მაგალითია, ეს მაგალითი წერია აქ. მეგონი საკმარისია, იმიტომ რომ მთლიანად სისტემა უნდა, ანუ სკელეტონი უნდა აღიწეროს აქ და როდესაც ჩვენ ცალკეული მოდელების განხილვას დავიწყებთ, იმისთვის რომ შევაფასოთ, რომ ოკეი, ამ მოდელს შესაბამება თუ არა, იქ შემდეგ ამ ორგანიზაციას გავუკეთებთ და ვიტყვით, რომ აქ ეს გაკლია, ამას რას ვიქნებთ, ჩავამატოთ და მერე ისე გავატაროთ ამ სისტემაში. მოსამართლეთა არჩევა და უფლებამოსილებების ვადა, როგორ ირჩევიან უმაღლესი სასამართლოს ან სასამართლოების მოსამართლეები, მაგალითად აღმასრულებელი ხელისუფლების ნომინაციით, საკანონმდებლო ორგანოს დამტკიცებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელით. ანუ აქ ეს მაგალითებია, ისე შეიძლება სხვა მოდელი იყოს, ნომინაცია არ გაუკეთოს, მაგალითად აღმასრულებელმა და სხვამ გაუკეთოს, ხო? არ ჩაუწეროთ, აქ ისე შენ გაქვს ცენტრალურ დონეზე. როგორ ჩემს სასამართლო. მაშინ ასეთ ცენტრალურ დონეზე თუ
ყველა დონეზე დაწერე, იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად კანტონის ქვევითაც იყოს კომუნის დონეზეც რაღაცას ქონდეს. მრავლობაში დაწერე დონეებზე. გავიგეთ რა? სხვა დონეებზე. ან მანდ ერთი დონე იგულისხმება. სხვა არა. ცენტრალურ, კაი წაშალე არის პრინციპული, მაგრამ აი მანდ ხო? მისაღებია? უფლებამოსილებების ვადა, მაგალითად უვადო, სავალდებულო საპენსიო ასაკი, ფიქსირებული ვადა, ეს მოსამართლეა აქვს საუბარი. საინტერესო სხვათა შორის. დათა მე მგონი ორჯერ გახმა ჩართულ და ერთგან გამორთე რა. უფლებამოსილებები და იურისდიქცია, საკონსტიტუციო კონტროლი, აქვს თუ არა მას უფლება გააუქმოს კანონები, არა კონსტიტუციურობის საფუძველით, არის ეს უფლება ცალსახად გაწერილი თუ არა. ოკეი, ვის შეუძლია სარჩელის შეტანა უმაღლეს სასამართლოში? ინტერპრეტაციაზე? ვერ გავიგედათ რა? კანონის ინტერპრეტაციის უფლება. უნდა გაიგოს თუ არა. მე მგონი ამაზეა საკონსტიტუციო კონტროლი. ეგ მაგას მოიცავს ხოლმე, მაგრამ მანდ ორი ის არის. მიდგომა რომ ერთი ამბობს რომ ამოდი თვითონ ფორმიდან და მეორე ამბობს რომ უფრო ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ახლა ამერიკაში სერიოზული დისკუსიის ამბავია. მე მგონი ამაში შედის ზუსტად ეს, თუ საკონსტიტუციო კონტროლი, გააჩნია თუ საკონსტიტუციო კანონის გაუქმება არის ერთი ქმედება. და მეორეა რომ მაგალითად რაღაც არ არის გაწერილი. და ამასთან დაკავშირებით რაღაც ახლა არ ვიცი არ მომდის ამ კონკრეტული მაგალითი თავში. და ამასთან ეს ექვემდებარება და ვის უნდა დავავალოთ ეს რომ ვინ უნდა გააკეთოს ამის ადამიანის უფლებები ირღვევა მოკლედ და ხო და განიხილოს თუ არა. ოკეი. გინდა კიდე პრობლემა არჩევნებთან დაკავშირებით ხლილი აღარ მახსოვს როგორ იყო საკონსტიტუციო მე მგონი არც განიხილავდა ეგ ჩვეულებრივი სასამართლოების საქმეაო და აი ეგ საკითხი შეიძლება თქვა შეიძლება ცალკე გამოვიტანოთ არჩევნებთან დაკავშირებით დავების რეგულაცია როგორ უნდა იყოს. ხო, ამიტომ ერთ-ერთი მიდგომა ამაზე ის არის რომ ჯობია რომ უზენაესი და საკონსტიტუციო ერთი იყოს რომ მე ერთმანეთს არ დაუწყონ საქმეების გადაგდება გადამოგდება. გერმანული იმით იყო რომ პირიქით მაგითო შემოიღეს ანუ ომის შემდეგ გერმანული გამოცდილებით ცალკე სპეციალიზირებული სასამართლო გააკეთეს. სწორედ იმიტომ რომ ფოკუსირებულად ეგეთი კონსტიტუციური მიტაცების საფრთხეებისგან დაეჭვათ ეგეთი პრაქტიკაა. ანუ ამერიკული კონსტიტუცია რო იწერება გარიყო. evidence based არის რომ ეს მუშაობს უფრო მეტად აი საინტერესო არ შეგითხვას მე რო უპასუხოთ. ის რომ ვიღაცა რაღაცა გააკეთა ნიშნავს რომ რაღაცა პრობლემას წვეთს, ხო? არა მესმის ხო, სხვა რამეს ვამბობ. ცალკე ხო არ გავიტანოთ მეთქი კითხვად საარჩევნო დავების სასამართლო განხილვის მექანიზმი დაწერო. ოკეი, ეხლა აკრად შემიძლია მე არის რომ ტექსტს გავუკეთო რაღაცა მოდიფიკაცია თუ გაქვს რამე შემოწმება. ახლა კომენტარია იურიდიქსის ხელისუფლების შტოებს ან მმართველობის დონეებს შორის დავაზეო. ასევე შეიძლება დაამატო ერთი ბულეტი მაგის ქვემოთ სასამართლო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული დავები. გავაგზავნე შტოებს შორის ურთიერთქმედების მექანიზმები, შეკავების და გაწონასწორების სისტემა. ნიშნები. დეტალურად აღწერეთ ძირითადი თანამდებობის პირების დანიშვნის პროცესი, მაგალითად მოსამართლეები, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,
ვინ წარადგენს კანდიდატს, ვინ ამტკიცებს შემდეგ, რა უმრავლესობა საჭირო დასამტკიცებლად. Okay? მეწამეჭეთ ეს შტოებს შორის ურთიერთქმედების მექანიზმი. აჰა. ანუ ანუ რას ამბობს რომ თუ მოსამართლეები ინიშნებიან ან ანტიკორუფციის სააგენტოს ხელმძღვანელი ინიშნება, ხო? ეს ადამიანი ვისი ჩართულობით მოდის აქ? ანუ მაგალითად საკანონმდებლო აკეთებს მის ნომინირებას და შემდეგ პრეზიდენტს აძლევს რამოდენიმე ვერსიას და იქიდან ირჩევს პრეზიდენტი ან პრეზიდენტის ინსტიტუტი ზოგადად რომელიღაცას თუ არა მოსამართლეებთან დაკავშირებით იმაში აღწერ მაგას. კიდე უნდა ხელახლა აღწერო? იცი საინტერესო ის არის შეკითხვა. თუ მეორდება ანუ ნახე სისტემა ეს არის ხა გამჭოლი შედეგი არის ეს რა ურთიერთ ურთიერთქმედების მექანიზმი მრავალშტოებს არის გამჭოლი შედეგი რომელიც ამოდის სხვაგან არსებული ინსტიტუციების უფლებამოსილების ურთიერთქმედებებისგან ანუ ეს უფრო ანალიტიკური ნაწილია გამოდის თუ არა ის რა გაყოფა ასე ვთქვათ რა ძალაუფლების და ხო არ არის კონცენტრირებული ვიდრე ინტერესთან სხვაგან გაწერილი რა უყურე არ არის პრობლემა ის რომ თუნდაც გამეორებული იყოს რაღაცა ნაწილები რა ზევით არის ხო მაგალითად მოსამართლეების დანიშვნა დანიშნა თუ არჩევა და ასე შემდეგ შეიძლება სხვანაირად იყოს ზევით სხვანაირად არა წარმოდგენილი იყოს იქაც და აქაც რომს იყოს გამეორება პატარა ამასთან დაკავშირებით არ არის პრობლემა მე რა მოხდა რომც არ გავიმეორო და აქ მიუთითოს იმას რომ მოსამართლეების არჩევის წესი იხილეთ თქვათ 2B-ში არ არის პრობლემა და მოჭა ანტიკორუფციის სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევას ჩაწერს და ასე შემდეგ ოკეი შემდეგ არის ვინ წარადგენს კანდიდატს, ვინ ამტკიცებს რა უმრავლესობა ეს განვიხილეს, საბიუჯეტო პროცესი, როგორ ხდება ეროვნული ბიუჯეტის წარდგენა. აქ ისევ ცენტრალურზე გაქვს, ანუ ამ იმეებში აქცენტი არის ცენტრალურ იმას და იგივე პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას პირობითად კანტონალურ და კომუნალურ დონეებზე. ოკეი, როგორ ხდება ეროვნული ბიუჯეტის წარდგენა? დევიდ გეუბნები. მანდაც და 5-1-იც. ანუ ისია ჩამონათვალი რომ შეიძლება ვიღაცას გამორჩეს, მიხვდი? 5-1 იგივეა. პირების დანიშნვის პროცესი ყველა დონეზე. შეკვლების მას დამთავრებ, როგორ ხდება ეროვნული და სხვა დონეების ბიუჯეტის წარდგენა, ცვლილებების შეტანა და ამტკიცება, რა ხდება ჩიხური სიტუაციების დროს. ოკეი. მონიტორინგს ანგარიშგებაც. როგორ? საბიუჯეტო პროცესის ნაწილია მონიტორინგი და ანგარიშგებაც. ანუ შეტანა და ამტკიცება ხო გიწერია? ახსულება, მონიტორინგი და ანგარიშგება არის ამ პროცესის ნაწილი. 5-2-ში ხო გიწერია საბიუჯეტო პროცესი. და აქ არის აქცენტები მარტო წარდგენა, ცვლილებების შეტანა და ამტკიცებაზე. მაგავე პროცესის ნაწილია ახსულება, თუ ეს როგორც პროცესს აღწერთ, მაშინ ეგეც ახსულება, მონიტორინგი, ანგარიშგება. ანუ ეს ყველაფერი კონსტიტუციის ტექსტის ნაწილად უნდა იყოს თუ თქვა რადგან ახლა ტექსტზე არ ვმუშაობთ, ანუ უბრალოდ მოდელია და რაღაცა ტექსტში შევა, რაღაცა არა, ხო? ანუ შეიძლება რაღაცები იყოს, რაც ტექსტის ნაწილი არ იქნება, ხო? ხო, მეც ეს წარმომიდგენია, მე უნდა გადავწყვიტოთ, რომ რა ნაწილი არის აუცილებელი, რომ შევიდეს, ანუ ის კრიტიკული ბურჯი და რა ნაწილი შეიძლება გავიდეს. ხელისუფლების რატიფიკაცია, ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს, ვინ ახდენს რატიფიცირებას. ოკეი, ანუ ეს არის აღმასრულებელი თუ კიდე სხვა რა? და აქ არჩევს კიდე შემბოჭველი უფლება. პირდაპირ დემოკრატიის. ეს ქვევით არის ცოტა.
ხომ არ თუ აქ ის გამჭოლ რაღაცებს წერ, რომელიც სხვაგანაც გიწერია. ერთ-ერთი არის. ოკეი. ესე იგი პირდაპირ დემოკრატია T4. ანუ პირდაპირ დემოკრატიის როლი აი ამ იმაში რა. დემოკრატიის მექანიზმების როლი. მექანიზმები და მათი როლი. ძმები და მათი როლი. საარჩევნო სისტემა და ადმინისტრირება, საარჩევნო კომისია არსებობს თუ არა დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მართავს არჩევნებს. ცოტა ყველა დონეზე ალბათ. ამ კითხვით ხედვით ნახე როგორი რაღაცა მაგალითად შეიძლება ჩემ მოდელში საერთოდ არ არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისია. და ხო არ დაიბნევა. არ დაიბნევა არაფერი. როგორც ამერიკაშია, თქვა იმ მოდელით. არაფერი არ მოვა, უბრალოდ იტყვი, რომ არ არსებობს ესე ცენტრალიზებული ორგანო და მორჩა. როგორ ინიშნებიან და თავისუფლებიან მისი წევრები, როგორია მათი უფლებამოსილების ვადა. იცი რა, მე მგონი მათ უფრო ის იქნება, რომ როგორც სასამართლოზე გქონდათ აღწერეთ სისტემის არქიტექტურა, რომელიც პასუხისმგებელია საარჩევნების ჩატარებაზე. ყველა დონეზე. ეს დევით სასამართლოზე როგორც გიწერია, იგივე ფორმულირებით. ხო, ეს არის რაღაც გიდია, არ არის ეს მაინც და მაინც ისე იძულების ფორმა, რომ აქ საარჩევნო კომისია არსებობდეს. უბრალოდ უნდა გაესვას ხაზი, რომ საარჩევნო სისტემა ამ მოდელში ისეთნაირად არის აწყობილი, სადაც ეს არ არსებობს ესეთი ორგანო. უბრალოდ ფორმულირებაზე ვამბობთ, როგორც სასამართლოზე გეწერათ, მაგრამ კაი, გავიო. საარჩევნო ოლქების დაყოფა, მოიცა როგორ არის დაცული მისი ბიუჯეტი პოლიტიკური ზეწოლისგან. აი ეს საინტერესო საკითხია სხვათა შორის. ეს საარჩევნო კომისიას ეხება. ერთი რაც ასე ადრე ვფიქრობდი და გადავალ შემდეგზე იყო, რომ იქნებ ეს საერთოდ საზღვრებს გარეთ გაგვეტანა მაღალი დემოკრატიის ქვეყნებში და წტომა არ ქონოდა საერთოდ სახელმწიფოს ამაზე. შემდეგ არის საარჩევნო ოლქების დაყოფა. ვინ ადგენს საარჩევნო ოლქების საზღვრებს, რამდენად ხშირად, რა კრიტერიუმები გამოიყენება ჯერიმანდერინგის თავიდან ასაცილებლად. აი ეს მაშინ სიების ფორმირების საკითხიც უნდა გქონდეს. უჩვენებს ამ შემოვიდა რაღაცებს ახლა შემოვა. საარჩევნო კომისია ოლქების დაყოფა, ჯერიმანდერინგი ვისაუბრეთ და კიდე რამე ხო არ აკლია აქ, ესე იგი სიების ფორმირებაც უნდა ჩავწეროთ მაშინ 6.3. ესე იგი ეს ფორმირება. ვასილ, ხო არ ჯობია საარჩევნო ნაწილი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხლა არ შევიტანოთ ფიზიკურად ამის წერა ძალიან დიდ დროს წაიღებს. და ცალკე გავიტანოთ, ნახე ძალთა ბალანსისთვის. ეგ ესეთია რა, მოკლედ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მიტაცება დემოკრატიული კონსტიტუციური მიტაცების გზით ხდება ხოლმე სწორედ მაგ ფორმით, მაგრამ მაინც ცალკეა რა. მოდი, რას ვფიქრობ? მაინც ხო არ შევიტანოთ. გამიჭირდება. შეიძლება გქონდეს და უბრალოდ მაშინ царელი თქვათ, რომ დავტოვოთ, მაგრამ უფრო დეტალიზაცია ხშირად ზამოდ იგივე დაფინანსების წესი. ეხლა რეესტრია, ბევრი საკითხები ჩდება, რომელზეც მოგვიწევს უფრო დეტალურად ჩავშალოთ რა. ანუ მე დაფინანსება, მედია თავისუფლება, ყველაფერი მე ამაში შედის და აქტორების რეგისტრაცია და ასე შემდეგ. და ანუ ეგ არის ძალიან ისეთი კარგად გასაწერი, იმიტომ რომ მაგით ხდება ფაქტიურად პირველი მიტაცება, პირველი ხელში აღება ხდება მანდ. ეს აღება ხელში და მე იქ როგორ ამას რა უყოთ, თაროზე დავდოთ ეს ნაწილი? ჩაკენი გადახაზე რო არ დაგვავიწყდეს.
ვიცი როგორც გადახაზვა. რატო გიყვარს ეს გადახაზვა არ ვიცი, ვარ და გვავიწყდეს. თულში ფორმატში შედი, ფორმატი ამუშალებ, ტექსტში შედი, პირველივე რაც არის, გადმოდი და აი, ოკეი. შენთ მაკი გაქვს? ხო. შემდეგ არის ხელისუფლების ვერტიკალური განაწილება, ფედერალიზმი, უნიტარული სტრუქტურა. ეს დეცენტრალიზაციას ეხება. სტრუქტურა რა არის სახელმწიფო ფედერალური, უნიტარული, თუ აქვს მას დელეგირებული ასამბლეები. ოკეი. არა, მაგრამ ეგრე არა. ორი სხვადასხვა ის არის. მან ეწუთი აწიე. ანუ მაშინ მან უნდა იყოს სტრუქტურაში დონეები განსაზღვრონ. და მე არის უფლებამოსილებები, მე არის უფლებამოსილებთა გამიჯვნა. ანუ რამდენი დონეა რა, თქვა როგორ წარმოვიდგენია, ერთი თეულის უფლებამოსილება. იმიტომ რომ ორივეში შეიძლება იყოს დონეები, შესაბამისად ესე ფედერალური უნიტარული ცალკე ის ქენი. ან მე საერთოდ ამ ტერმინებს არაფრის მელია რა, იმიტომ რომ რაღაცა მიქსები კეთდება ხოლმე და საქართველოს არის ეს დაახლოებით რომ ამ ტერმინის გამოყენება ფედერაცია პოლიტიკური კონოტაცია აქვს, რაც სულად გამოიყენება ხოლმე რა. და უბრალოდ აღწერონ დონეები და მე გავარკვევთ ახლა რას გვეუბნება ფედერაცია, რუსეთის ფედერაცია, მაგრამ ჩვეულებრივი უნიტარული სახელმწიფო იქვია ფედერაცია. შვეიცარიას ქვია კონფედერაცია, მაგრამ კი არის ფედერაცია. ამიტომ ეს ტერმინი არაფერს გვეუბნება გარდა იმისა, რომ დავაბნევთ და პირდაპირ ვიკითხოთ რა, რამდენი დონე მართლობის რამდენი დონეა? ოკეი. იმიტომ რომ არსებობს მაგალითად ჰიბრიდული მოდელები, საქართველოს არის ჰიბრიდული მოდელი. ფორმალურად არის ესე იგი უნიტარული, მაგრამ იმავდროულად არის ორი ავტონომია აქვს რა. და ეხლა ეს რაღაცა მე შეიძლება შევიდეთ სემანტიკაში და რაღაცეებში ჯობია მართლობის დონეები ჩამოთვალო. მე არის მართლობის სანამ გამჯვინვაზე მივალთ. ნუ რა ვიცი, პრინციპში აქ შეიძლება ამას მოიცავს. მაგრამ მაინც იყოს რა აღწერონ ისა რა ქვია. ამ უფლებამოსილებები. და უფლებამოსილებებში ჩამოვწეროთ სათხაუს არის თავისი არის ისინი პოლიტიკური სტრუქტურა, მოკლედ არჩევითი ორგანოები და შტოები როგორ არის ერთმანეთში გადანაწილებული, აი თუ გინდა ეს ცალკე გავიტანოთ. ესეც ცალკე მათ გავიტანოთ. ანუ ზოგადი იყოს აქ. აი შენაც გიწერი აქ როგორ არის ეს ზოგადი სურათია უფრო, რომელიც გაძლევს ცენტრსა და რეგიონს შორის გამიჯნას. მაგრამ არ არის ჩაშლა თვითონ ის როგორ არის მოწყობილი. მე მგონი სტრუქტურაში მივამატოთ პირდაპირ მართლობის ყველა დონე და მათი ორგანიზება, ხო? მათი ორგანიზაცია. ნუ ზევით სამი თავი დაუთმე შტოებს და აქ ვაფუჩეჭებ და მივხვდი რას ვამბობ. ზევით ეს სამი შტო იყო სამ თავად გაწერილი, თითეული ცალკე თავად და თავის ქვესაკითხებად. აქაც კითხვა მაქვს. აქაც გვინდა რომ ესეთი დეტალიზაციაზე შევიდეთ, თუ ეხლა მხოლოდ ზოგადი სურათი გვინდა ცენტრი რეგიონის მიმართება და როგორც მე საარჩევნო კომისიას ცალკე ფშხილებს გარეთ გავიტანეთ და ცალკე ჩავშლით, ესე გავაკეთოთ აქაც. შეიძლება ესე იყოს და ამ შემთხვევაში სრულიად საკმარისია რაც გიწერია, ხედავთ თუ რამდენი დონე იქნება, მათი ზოგადი ორგანიზაციული სტრუქტურას დავინახავთ და დავინახავთ როგორ არის გამიჯნული ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებები. ანუ ძირითადი სურათი გამოჩნდება. შეგვიძლია ესე ისქნათ. ხო, რეალურად მთელი სურათის წარმოსადგენად მოგვიწევს მაგის გაკეთებაც, იმიტომ რომ ძალაუფლების მიტაცება ხო მარტო ცენტრში არ არის, ჩვენი მიზანი ხომ არის მოქალაქეთა სუვერენიტეტის უზრუნველყოფა ნებისმიერი დონეზე მიტაცებისგან. და იქ მაგალითად რომ მიიღო
ფეოდალიები ხო არ გინდა? ხო, ანუ რაღაცა ცენტრალური კონტროლი უნდა არსებობდეს ადამიანების უფლებებზე, რაღაც საბაზისო მოთხოვნები იქნება. ეგეც შეგვიძლია ცალკე მიმად გამოვიტანოთ, როგორ არის უზრუნველყოფილი. მოკლედ თუ ჩავშლით, ბევრი რაღაცა არის, მათ შორის ჩაშლილია კონფლიქტების მოგვარება ამ დონეებს შორის, თქვა კანტონ შორის, პირობითად კანტონსა და კომუნას შორის, მოქალაქესა და მოქალაქესა და კანტონ შორის. მაგდენს მე მგონი უბრალოდ აქ ვერ დავწერთ. ხო და მაშინ ანუ როგორც არჩევნებზე ესეც უნდა ცალკე გავიტანოთ. ოკეი. მაშინ ასე წავეცი, აი აქ ვაკეთებ დეტალური ორგანიზების მოდელი და ასევე არ ვეხებით ანუ ამ დოკუმენტში არ ვეხებით რამდენად წლები ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეინტეგრაციის საკითხებს, ხო? ხო, არა, არ ვეხებით რა. ოკეი. ხო და ჩემი თხოვნა შეიძლება კი, გისმენთ სუსო. ანუ ეს რომ მე წავიკითხავ, ნახავ როგორ ახლა ვერ გითხო პატარა. ვერ მიყვები რა, როგორ ერგება ჩემი მოდელი. თუ არ გეტყვით რა არის ჩასამატებელი, რომ ის მოერგოს. კი ბატონო. სუსო, შენ იმას მაგას ვამბობ, ცალკე რომ გავიტანთ ამ ისმის ჩემი ხმა. კი, სოსო, სავარაუდოდ მოკლედ ვერ აღწერს შენ მოდელს, იმიტომ რომ აქ უფრო ზოგადი ისინია მონახაზები და მოგვიწევს ცალკე გავაკეთოთ როგორც არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, ცალკე ადგილობრივი მმართველობის ესეთივე დოკუმენტი. მე როგორც მივხვდი, ახლა ამაზე ვთანხმდებით. კი. როგორც არის თქვა დღევანდელი ხო, კარგი, მაგრამ ცენტრალური მმართველობა ხო. მოკლედ თუ რამეს ჩათვლი რომ დასამატებელია დაასწორებ რა, ხო. ანუ მოგწერ. თავისთავად. ხო, კარგი. მე შემიძლია სოსო კარგი, მაშინ მე დაგტოვებ, იმიტომ რომ მინდა რუსთაველზე მინდა წასვლა და დაგტოვებ რა. სოსო, ამაზე ისე დავწერ, რომ კომენტარის დატოვება შეგეძლოთ, რომ გვერდზე მივწერო რა. ოკეი? და მე განვიხილოთ ისა. და ფრთხილად იყავი რუსთაველზე კიდე. ხო. კაი. ოკეი. კაი, შევწერ. აბაში. ოკეი, ვაგრძელებთ, ესე იგი, ანგარიშ ვალდებულების დამოუკიდებელი ინსტიტუტები, ანუ ეს მეოთხე შტოს სახით. თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტისთვის აღწერეთ მისი მანდატი, ხელმძღვანელობის არჩევის, გათავისუფლების წესი, უფლებამოსილების ვადა და როგორ არის გარანტირებული მისი დამოუკიდებლობა. ესენია ჩამოთვლილი, არ გამოგჩეს რამე ეროვნული ბანკი, ანტიკორუფციული კომისია. ეს არ არის, ნახე წუთი ბოდიში. მოკლედ ორად გავმიჯნოთ რა. ერთი არის რეგულატორები, თქვა ეროვნული ბანკი და სხვა რეგულატორი, მაგალითად როგორც არის კომკომი, ტელეკომის, ენერგეტიკის და შემდეგ იგი რეგულატორების ფუნქცია ცალკე იყოს. და მეორე არის საზედამხედველო ისინი ორგანოები. ოკეი, მოდი რა ვქნათ ციტატა. მე ხან მოგცემ ამაზე წდომას. მოდი აქვე ისმათ, ერთად გავაკეთოთ. ხო, მომეცი მაგას. ის მოგცე რა ქვია. არა, ზევით უნდა ჩაწერო, add people-ში უნდა ჩაწერო. ეგრე ისა, ეგ არა. აი მან ჩაწერე, აი ეს მესამე. და შე გამოვში. და სხვა და იმაში ისევ შედი მაგ share-ში. და მან თუ შეიძლება ეს anyone with link რო არის. არა, ქვევიჩადი.
აი ედიტორი კი არა, კომენტარი მიეცი. მადლობა. წელწოდომაც და მოგცე ამაზე, შენ ეს არა გაქვს ეს ლინკი. იქ ხო ჩააგდებ ყველასთან და მე იყოს. ამერე გააკეთებ მაგ ნაწილს? პრინციპში ჩააგდებ ხო ეხა ვიფრათ. და შეგიძლია ახლა ლაივში გააკეთო, აგერ არის იმაში. სიგნალს ჩავაგდი კიდევ ზუმში ჩავაგდო? სიგნალში არა. სულ ერთია ზუმში სულ ერთია მაგრამ რა ვიცი. იყო სიგნალი. კი, სიგნალში ახიხსნი. მეოთხე შტოს ჩვენთან იმას მედიას ეძახიან ხოლმე ამას წაუშლი. მაგალითად სპეცსამსახურები და ძალოვნები მე მგონი ცოტა გამოცხადე საგანგებო მდგომარეობის დებულებები მანდა არ შედის ძალოვნები? არა, ძალოვნების ის რა მაგალითად როგორ იყოს დაზვერვა, კოტა დაზვერვა. ოკეი. ხო, ეგენიც აქ დასამატებელი იქნება. ანუ ეგ ჩემთვის ახლა პრინციპში თქვა მაგალითად NASA. აი დამოკიდებული ინსტიტუტები, სააგენტოები. მოდი ახლა რაღაცნაირად მოდი ესე ვქნათ ინსტიტუტები, სააგენტოები და რეგულატორები. მარტო ამათვის კი არა. სხვა დონეებიც. კი ბატონო. რავი, ხა NASA-ს დავწერო დამცინებენ, მაგრამ რა ვიცი, როგორ ხო შეიძლება რომ ეგეთი სააგენტო ქონდეს. ხო, დაანებე მაგას თან მე მგონი არ არის. საზმაო. არა, იცი რა, ეგეც ის არის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქო განვითარების ოკეი. განვითარებაზე ორიენტირებული მულტიინდუსტრიული სააგენტოები. ხო, პრინციპში მაგაში შეიძლება საზმაოდ შევიდეს. საზმაოც არა, საზმაოც ცალკეა, მაუწყებელია. ის კონკრეტული ლიმიტირებული მანდატით არის ხა CS:GO რო ყოფილიყო, თქვა თუ ის არის შეიძლება CS:GO იყოს მაგალითად ეგეთი. აქ უნდა დავწეროთ რომ მაგალითად ეროვნული ბანკი ვად ხო, ამ სიის გადამუშავება შეიძლება და ალბათ რაღაც გამოგვჩება, იმიტომ რომ ის რა ქვია იმას. სამსახურები აქაც ბევრი გვაქვს, ამერიკაში ბევრია ესეთი. ხო, CES-ის რომ არის რა, აქტივების, ფასიანი კანონების. აჰა. ოკეი, მაგას ამაზე დრო არ დავხარჯოთ, ალბათ უკეთესად შეიძლება ამ ლისტის გაკეთება რა.
ოკეი, გავაგზავნე მაშინ ამას და ამას იმას ვისაო. აღმასრულებელში უნდა ჩავწეროთ კიდე სპეციალური ქვია. არ ვიცი, სადღაც უნდა იყოს პროკურატურა, პოლიცია, შეიძლება ცალკეც კი იყოს რა, აი ძალიან ანუ ეხლა კოლეგა მე რაც გავაკეთე, იქ იყო ესეთი როგორ მიტაცების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის სუსი. აი ეხლანდელ მოდელში არის სუსი. სხვა მოდელებში მაგალითად შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა სხვაგან არის პარტია. ანუ საბჭოთა კავშირის დროს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ის იყო. შეიძლება იყოს კომბინირებული. არ შეიძლება სადაც აი გამიჯვნაზე გაქვს იქ უნდა იყოს ეგ. ანუ მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატორის საკითხი. პოლონეთში დააკოპირეს იმიტაციების ერთ-ერთი ფორმა იყო, დააკოპირეს ამერიკული მოდელი, თუმცა გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი პოსტი გაერთიანებულია. და ამაზე ეგ მნიშვნელოვანი ის არის ხოლმე რა ინსტრუმენტი. თქვათ უნდა არსებობს თუ არა ცენტრალური პოლიცია. ეს მნიშვნელოვანია პრემოსლებს გამიჯნაში ხო? ამას თავარი არგუმენტი, რომელთაც ის გამხდარი არგუმენტია აი ეროვნული გვარდიის გამოყენების, ეს ეუბნებია, რომ ეხლა ის ქმნის, რომ ფედერალურ პოლიციას და რა პონტიაო. და ეს ნუ საყოველთაო, ანუ ეს ისეთი არგუმენტია, რომ ხო, ყველა ძაღლი ცუდიაო და ჩვენთან მაგალითად ფედერალის ჩვენ ცენტრალური პოლიცია ისეთია რა, ოკეია. ბევრ ქვეყანაშიც. აი ეგ ხო და თუნდაც ეს დეცენტრალიზაციაში ფინანსების გადანაწილების სისტემა, ეს ფორმულების თუ თქვათ სოციალურად დაუცველების სისტემა, ხო, ეგეთ გადაცების საწინააღმდეგო მექანიზმები, ანუ ცენტრზე არ უნდა იყოს დაკისრებული. ეს ეგ ნაწილები სად შევიტანოთ, ესე იგი, დეცენტრალიზაციის ნაწილში? ეგ არის, არ ვიცი, ძალოვნები შეიძლება ცალკე იყოს გამოტანილი. როგორც ან ძალოვნების ზოგადი არქიტექტურა იყოს ცალკე გამოტანილი. აი როგორც დეცენტრალიზაცია. და მე მაგის ჩაშლა მოგვიწევს როგორც იმის რა თქმა უნდა დეცენტრალიზაციის მოდელის და საარჩევნო მოდელის იქაც მოგვიწევს ცალკე ჩაშლა. კაი, როგორ გავაკეთოთ, როგორ მივუდგეთ? შენ დაწერ ამას თუ ერთად დავწეროთ, მე შეხვედრით. მაგრამ მე ხავ დავწერო. ოკეი. აი, ჩავყვეთ თუ გინდა და უბრალოდ ეს ჩავინიშნოთ. ხო და ჩავინიშნოთ ეგ რომ სამე ჩაინიშნე რომ ეგარ დაგვაქვს. დიდი გამორჩენა აქვს. შემდეგ არის საგანგებო მდგომარეობის დებულებები, გამოცხადება, ვის აქვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება, რა კონკრეტული საფუძველით, ანუ ეს არის შემოჭრა, ჯანყება, ბუნებრივი კატასტროფა. ანუ პრეზიდენტის საბჭო აკეთებს ამას. პანდემია, ტექნოკრატიული, ტექნოგენური. ანუ საჯარო საზოგადო ჯანდაცვა, გამოწვევები, ტექნოგენური კატასტროფა. აუცილებელი ყველაფერი. ასე შემდეგ მივაწერე, ანუ შეგვიძლია დავაკონკრეტოთ მე. დიახ, ეგრო არ გამურჩეს რა. ანუ ეს ყოველ ტიპია გესმის. და შეიძლება კატასტროფა, ესე იგი cyber attack თუ როგორ დავწეროთ ეგი. ანუ არა ტექნოგენური არის ქარხანა შეიძლება აფეთქდეს რა ქიმიური. და ხო კიბერშეტევებიც მაგალითად კრიტიკული ინფრასტრუქტურაზე. ჰიბრიდული შეტევები თქვა, კიბერ და ჰიბრიდული შეტევები, კიბერ/ჰიბრიდული. ოკეი. და ჯანდაცვა დაწერე პანდემია. ზომბი აპოკალიფსის არ მიუწერო. შემდეგ არის ზედამხედველობა, საჭიროა თუ არა საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა მის გამოსაცხადებლად ან არა, მოდი ესე არა, საკანონმდებლო რომელი ორგანოები არის თუ არა რომელიმე ორგანოს ვინ იღებს და რომელი იმიტომ რომ შეიძლება იყოს მაგალითად ვიღაცას კონდეს რომ თუ არ დაადასტურა ადგილობრივმა თქვა კანტონმა პირობითად არც ეს არა მარტო
საგები. მაშინ სხვა დავწერე. საჭირო თუ არა სხვა ორგანოს თანხმობა მის გამოსაცხადებლად ან გასახანგრძლივებლად. და აი აქ იმის რა დავწერე ქვია. ცენტრალური და სხვა. ისე რომ არ გამოვიდეს, რომ აქ შტატებში რომ გვარდია შემოყავთ მეორე შტატის ეგეთი რაღაცა რო არ გააკეთონ. და კიდე ის რა ქვია. აი მე რა ქვია იმას მაგალითად აი ეს დაჩერება შეუულია თუ არა მაგალითად რეფერენდუმს. კანონმდებლობის რეფერენდუმით გაჩერება? არა აი ამ საგანგო მდგომარეობის. ოკეი. შეუძლიათ სასამართლოს განიხილოს გამოცხადების ან მის ფარგლებში მიღებული ზომების განმდობიერება. ოკეი, შეუძლია თუ არა? არა. ცენტრალურ ან ადგილობრივ დუმს ჯეროს ძალიან კაი პოინტია ახლა. რა ის არის? რა ქორუმია საჭირო? როგორი ტიპის ქორუმია საჭირო? მაგათ ორმაგი უმრავლესობა? და შემთხვევაში როდის? რა ტიპის ქორუმია საჭირო? ცოტა რა სურბლით ჯერ იმისთვის რომ ინიცირება მოხდეს, რა ინიცირების სურბლით ვორმით და უმრავლესობით და ტიპი. რა ტიპი? ხო, მაგალითად ორმაგი უმრავლესობაა საჭირო თუ საკმარისია უბრალოდ უმრავლესობა. შეიძლება თუ არა საგანგო მდგომარეობაში მაგალითად არჩევნების ჩატარება საგანგებო და საომარ მდგომარეობებში. ოკეი, ну აქ მე მგონი ეს აღწერს ამას გადასახადს. დაახლოებით. არა, არჩევნების ჩატარება შეიძლება თუ არა. არა. სიტუაცია. ოკეი. შემდეგ არის თითქმის გავავით ბოლოში მასშტაბი და ხანგრძლივობა, კონკრეტულად რომელი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, არსებობს თუ არა საგანგებო მდგომარეობის და მისი გაგრძელების მაქსიმალური ვადა. ოკეი. შემდეგ არის კონსტიტუციური ცვლილებების პროცესი, ინიცირება, ვის შეუძლია ცვლილებების ინიცირება, საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას, სახალხო ინიციატივას. ოკეი. რატიფიკაცია, როგორია დამტკიცების პროცესი, მაგალითად საკანონმდებლო სუპერუმრავლესობა, როგორიცაა 2/3 სახალხო რეფერენდუმი ან სუბნაციონალური ერთეულების მიერ დამტკიცება. ოკეი. შეუცვლელი დებულებები, მარადიულობის კლაუზები, არსებობს თუ არა კონსტიტუციის ნაწილები, რომელთა შეცვლა შეუძლებელია, მაგალითად სახელმწიფოს დემოკრატიული ბუნება, ფუნდამენტური უფლებები, ეს რაზეა საუბარი, გერმანიის კონსტიტუციაში არის, მგონი 79 მუხლია, რომ ფედერაცია როა იმას ვერ შეცვლი. მთლიანი კონსტიტუცია უნდა გააუქმო იმისთვის, რომ ეგ ნაწილი ამოიღო. ისად? გერმანიის კონსტიტუციაშია. და სხვა კონსტიტუციებშიც არის, რომ ისეთია რა. რუსეთის კონსტიტუციაში არის დაცული მუხლები. ხო, ანუ რო ვერ შეცვლის. ოკეი. ანუ სამუშაო რა დაგვრჩა ახლა აი ამის დასამთავრებლად. ერთი იყო ესე იგი ხო? ანუ მოდი ქვევით დანართები გავუკე, დანართებაში ჩავწეროთ სათაურები. ანუ საარჩევნო სისტემა, ძალოვნები და დეცენტრალიზაციის დეტალური მოდელი. საარჩევნო სისტემა იყო ძალოვნები. ყველა დონეზე.
და შემდეგი რა თქვი? არჩევნები? არა. ასე იგი არჩევნები, ძალოვნების სტრუქტურა და დეცენტრალიზაციის დეტალური მოდელი. მოდი, ფასოთ ადგილობრივი მართლობის დეტალური მოდელი. ოკეი. ოკეი, ანუ რას ვაკეთებთ? მოდი დავიწყოთ, უკვე ბევრი სამუშაოა. მოდი, ეცუთი რო არ გამოგჩეს რა ძალოვნებთან დაკავშირებით, ესე შეიძლება იყოს რა, რომ საკითხები მთავრობა ადგილობრივი, მთავრობა კომუნა, ისა კანტონი კომუნას დაქვემდებარებული ძალოვნების მოდელი უნდა აღწერონ და მათ შორის ურთიერთმიმართება და ასევე მნიშვნელოვანია პროკურატურის ინსტიტუტი, იუსტიციის სამინისტროსთან მიმართება. ოკეი, აი ჩავწერ ახლა ძალოვნების ყველა დონეზე, ესე იგი იყო კომუნა, ცენტრალური, კანტონური და კომუნალური დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურა, მათი უფლებამოსილებები და ურთიერთმიმართება. მაგის წინ ჩაწერე დონეებს შორის იურისდიქციის გადანაწილება რა, ანუ რაზე აქვს უფლება, მაგალითად ამერიკაში ფედერალურ მთავრობას აქვს ცოტა ერთსამს კომუნა, კანტონი და ცენტრალური კანტონი და კომუნას დაქვემდებარებული ძალოვანი სტრუქტურები და მათი უფლებამოსილებები და ურთიერთმიმართება. დამოკიდებულება და უფლებამოსილებები? უფლებამოსილებები და ურთიერთმიმართება. ოკეი. ის გასაგებია. კიდე რა იყო, რას ამბობდი? იურისდიქციები რო იყოს რა. დონეებს შორის იურისდიქციების გამიჯვნა. ანუ მაგალითად ამერიკაში ფედერალურს შეუძლია რა ტიპის დანაშაულზე ჩარევა, ხო? ეს არის კორუფცია, ტერორიზმი და შტატებს შორის კონფლიქტი. ისევ ძალოვნებზე ვარ თუ სასამართლო სისტემაზე გადახვედი? იცი რა, არა, ეს იუსტიციის სისტემას ეხება, მათ შორის ძალოვნებს. ანუ FBI რო შევიდეს, ეს სამი საბაბი აქვს რა, ერთი თუ სამი მოტივი აქვს, სამი უფლებამოსილება აქვს. ტერორიზმი ამოკლედ ამ აქტით, რაც ტერორიზმით დაემატა, იქამდე მე მგონი კორუფცია იყო და შტატებს შორის კონფლიქტი, შტატებს შორის კრიმინალი რა, მოკლედ. მოდი დავაკონკრეტებ და დავურთე ახლა რომელი დონე რა საქმეს იკვლევს. ოკეი. ამიტომ როცა ფედერაციას ჩარევა უნდა ხოლმე და ხო და ადამიანის უფლებები. აქვე მივწერო? არა, ისე უბრალოდ განმარტავ რა იგულისხმება. და სადღაც უნდა გქონდეს მე ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ხდება ადამიანის უფლებების პრობლემა თუ წამოიჭრება, ანუ მაგალითად თუ ჩაგრავს როგორ ხდება მისი დაცვა რა, ანუ შეგვიძლია ეს დეცენტრალიზაციის იმაში ცალკე მუხლად გავიტანო. ივახსენე, მაგრამ მე დაგვაუწყდა. ოცი ძალიან არ გავწდეთ ახლა იმას. ადამიანის უფლებები გასაგებია რომ მნიშვნელოვანია. არა, ნახე რაშია პრობლემა. ანუ მაგალითად ნიქსიმან კარტერმა კი არა და კენედიმ ეგ გამოიყენა და შეიჭრა შტატის იმაში რა ტერიტორიაზე. ოკეი. და ვიღაცამ შეიძლება თუდად მით რა ქვია რა ქვია პასკასო ტრამპი იძახის რომ სწორედ მოქალაქეების დაცვის მოტივით შედის. საბაბი ეგ აქვს. мотивация ეგ არის. არგუმენტაცია. აი ეგ მივაწერე, ვინ იცავს და რომელი დონე რას. ოკეი. ეხლა შემდეგი სტეპი რას ვაკეთებთ? რავი, ძალიან დიდია და ის რომ გავწეროთ, არ ვიცი. ძალიან სერიოზული. ხო, არა, ბევრი სამუშაოა, ანუ ეს მოდელი რო ამ ჩარჩოში ჩასვა, საკმაოდ ბევრი სამუშაოა, იმიტომ რომ
არც ეს არა გვაქვს ასეთ დეტალურად არა, გათვლილი. მე არ მაქვს ნამდვილად. არა, ხო. მაგრამ ნუ საჭირო იქნება თუ გვინდა რომ მართლა გავიგოთ როგორ ესე ვქნათ, თუ გინდა ჯერ ავიღოთ შემდეგისთვის რეალისტები რო ვიყოთ ცენტრალური დონეზე. აჰა. მერე გადავიდეთ უკვე ქვემოთ დანარჩენზე. ანუ სასამართლო სისტემას გავაკეთო სამივე ხო? ნუ ეგრე გამოვა ხო? და შტოებს შორის აი მეხუთე ჩათვლით გამოდის. აჰა. ოკეი. კი. ანუ პირველი 5 ავიღოთ მიზნად რომ გავაკეთოთ. კი ბატონო. ხო, რეალისტური უფრო ეგაა. ოკეი. და რა შევებით, ანუ გავყვეთ შემდეგ და გავაკეთოთ თქვა შენ წარმოადგენ შენს მოდელს, მე წარმოვადგენ. ოკეი. ხო, ალბათ. და ის რა ვქრათ, რამოდენიმე მოდელი თუ ის რაც გვაქვს ის გავაკეთოთ ჯერ. არა, ჯერ ერთი ვერ მოვასწრებ და ერთი გავაკეთოთ ჯერ. გავიდეთ თან მერე დანარჩენი ანუ რო ჩავაყლაპოთ ის ვერ იმას იზავს, ხო, ანუ ბალანსი არის მათ შორის ვერტიკალიც. რომელიც ის არ გვაქვს, აღწერილი არ აქვს. ამიტომ ჯობია ერთი ბოლომდე გავიდეთ. მე ამ რო ვაყლაპებთ ფიდბექებით ვნახავთ, დავაზუსტებთ კრიტერიუმებსაც და რაღაცას დავინახავთ რა ისევ ამ რაც თქვა რომ მოდით ის არ გადავდოთ ხო რა პროცესი იყოს. აი. რასიო data შენი ზეო მეუქნა თუ პირველი 5 ნაწილი. შემდეგი შეხვედრისთვის. იცი ორიომ შევიცავთ რომ ორივე. დადოთ რა და იქნება მეორე backup. ოკეი. იქნებ მოვასწროთ, იმიტომ რომ მაშინ ძალიან ის არის. კარგი. ნინოს მინდა ვკითხო, ნინო რამე ხوار გინდა დაამატო ჩვენს შეხვედრას ან კომენტარი, რას ფიქრობ საერთოდ რაზე მუშაობთ? ხო, ძალიან საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ ისეთ დეტალებში შედიხართ. მე არ ვარ ახლა ამ მიმართულებით სპეციალისტი. ერთადერთი შეკითხვა რაც გამიჩნდა, ძალიან კარგია რომ ზოგადად ხელოვნური ინტელექტთან ესეთი კოლაბორაცია მიდის, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო შედეგებს იძლევა. ერთადერთი ისევ ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით მქონდა შეკითხვა, რომ თუ გქონიათ ამის გამოცდილება, იმიტომ რომ მე ვიცი სხვა ქვეყნების მოდელებსაც იკვლევთ და თვითონ ხელოვნური ინტელექტისთვის თუ გიკითხავთ, აი კონკრეტული თავები, რომ აი ეს არის დაუშვათ ჩვენს კონსტიტუციაში და მსგავსი თავი სხვა კონსტიტუციებში როგორ არის? აი ესეთი პრომპტი თუ აგიკეთებიათ და გიცდიეთ რა შედეგი ამოვა. სხვების кейსებს რო ვაანალიზებთ, მაშინ ვიყენებდით კი, ანუ მაგალითად გერმანიის იმაზე მე გამოვიყენო ყველა იმაზე ვიყენებ ხომ. ანუ case by case გავიარეთ, თქვა გავიარეთ გერმანია, ჩაღრმავებულად გერმანია, პოლონეთი, უნგრეთი და რუსეთსაც შევეხეთ. ხო, მან ის იყო, ანუ ამერიკა. ანუ ყველა პუნქტს განიხილავდით ამ ქვეყნების შესაბამისობაში კონსტიტუციაში. იცი როგორ იყო, ანუ ზოგადად ამოცანა იყო ესე, როგორ ხდება კონსტიტუციური მიტაციება ცალკე იმად არის გამოყოფილი რა. კონსტიტუციური მიტაციება ეძახიან, როდესაც ფორმალურად კონსტიტუციისა და კანონის დაურღვევლად და კონსტიტუცია და კანონში ჩადებული ასე ვთქვათ, სუსტი წერტილების დახატვის გზით და მათზე პროცესის გზით ხდება ძალაუფლების კონსოლიდირება. აი ეს кейსები გვაინტერესებდა, რომ გვენახა შემდგარ დემოკრატიებში სადარღვევს ხოლმე ამ იმას და ნუ რაღაცნაირად მაგის მიხედვით ეს კრიტერიუმები მაგის მიხედვით რაღაცნაირად გაქვთ რამე დოკუმენტი მაგაზე, აი რა შედეგები ამოვიდა იმ სხვა კონსტიტუციებში, იყო გეფები. ხო, ნახე, იქ არის კომბინირებული, ეს არ არის მარტო კონსტიტუცია, ხა ჩვენ სამწუხაროდ ლაპარაკობთ მოდელზე, რომელიც მე შეიძლება რაღაცები კონსტიტუციაში აისახოს და რაღაცეები ამ თლიან სისტემაზე გვაქვს ლაპარაკი და კი იქ გამოიკვეთა, მოკლედ ერთი პატერნია რა, ანუ რეალურად ხდება დემოკრატიების შემთხვევაში რა, მათ შორის ნაცისტების მოსვლაც ხდება არჩევნების გზით მოსვლა. მე იქ შეიძლება იყოს, თქვათ, უკვე ისევ კანონში ჩაწერილი, გერმანიის შემთხვევაში იყო უბრალოდ კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლებამოსილების გამოყენება
და მე ხდება ასე ვთქვათ დაუმფლემოსლების მაგალითად საგანგებო მდგომარეობა სულიად კანონიერად გამოცხადა იქ დაწვის შედეგად ეხლა რა ვიცი ვიქტორიის გარდა ყველა რა ვიცი დედაქალაქი კონსტიტუციაში პრეზიდენტს აქვს ვალდებულება რომ თუ საფრთხე აქვს ან საფრთხე ემუქრება გამოცხადოს საგანგებო მდგომარეობა რა ვიცი დედაქალაქში რომ ის არის რა ქვია პარლამენტს დაგიწვავენ და მოგდის შეტყობინებები რომ ეს არის რა ქვია შეთქმულება ისეთი ფართო მასშტაბიანი გინახავს რომ მართლაც ახლა კომუნიზმის საფრთხე რეალურია ბევრ ქვეყანაში ეს არის რომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა თითქოს არ არის გასაკვირი თან არჩევნები არ გაუქმებულა უბრალოდ შეიზღუდა ასევე კონსტიტუციაზე დაფუძნებით სამოქალაქო უფლებები მე ის უბრალოდ როგორ იყო გამოყენებული სხვა არის მაგრამ ნუ ესე პოლონეთშიც აი უნგრეთის და პოლონეთის და უნგრეთის მაგალითის მსგავსია მოდიან დემოკრატიული არჩევნების გზით ეგრეთ ელექტორალური დემოკრატიის მოდელია იქაც ნუ სხვა ტერმინებს მარერდეგი ერთი არსია მე იწყებენ პატერნი არის ხომ ესეთი რადგან იქ დეცენტრალიზაციაცაა და განაწილებაცაა და ყველაფერი რადგან ან შერეული რესპუბლიკა ფორმა საპარლამენტო ან სულად საპარლამენტო პარლამენტს თუ აკონტროლებ მთავრობასაც. ამიტომ მთავრობაზე კონტროლი გაქვს, შესაბამისად კომბინირებულად რჩება სასამართლო. და ნუ სტანდარტულად არის ქმნიან იმეებს, რა ქვია, ცვლიან კომპლექტაციის წესს, სასამართლოს მექანიზმს, მე იქ შეყავთ ლოიალისტები, ასევე ორივე სულიად ეს თქვა ლეგიტიმურ ფორმატში რჩება ხოლმე თავისი ფორმით არსის გარეშე. შეყავთ მოკლედ მე ლოიალისტები და ესე ამყარებენ სასამართლოს კონტროლს ეს სჭირდებათ იმისთვის რომ შემდეგი კანონები რო იქნება და რომ გასაჩივრდება დაცულები იყო ჩვენ შემთხვევაში სასამართლო ისეც ლოიალისტები იყო და არ დაჭირდათ მაინც მე ხდება ხოლმე უკვე შესაბამისი ცვლილებების შეტანა და იქ არის ხოლმე საკანონმდებლო ხაროზე მაგალითად პოლონეთის უნგრეთის შემთხვევაში მიიღო 53% არჩევნებში მაგრამ ასევე კანონში იმგვარად არის გაწერილი რომ გამოუვიდა 68 რაც იყო საკონსტიტუციო კვორუმი და უკვე კონსტიტუციის გადაწერის ლეგიტიმური საშუალება მიეცადა და მე გადაწერა მე იწყება უკვე ოპონენტების მე იწყება ხოლმე საარჩევნო ესე იგი სასამართლოს გითხარით მე არის სასამართლო სისტემის ზე კონტროლის დამყარება და იქ ლოიალისტების შეყვანა საზმაო თუ აქვს საზმაოზე კონტროლია ხოლმე მე იწყება სამოქალაქო სექტორზე და ოპოზიციაზე ზეწოლა და ბიზნესზე რა ანუ სტანდარტული ყველგან ერთი პატერნია რა მოკლედ ამ ხრივ ეს შედარებები ნინო ჩვენ გავაკეთეთ ჩვენ თვითონ ამ ქვეყნებში და ამაზე ჩაწერების გვაქვს და დოკუმენტებიც გვაქვს ჩვენს დოკუმენტების ბაზაში რაც შეეხება მიტაცების მექანიზმებს და როგორ განხორციელდა და არის კიდევ ეს სულ ახალი 2 წლის ის არის ეს გამოქვეყნებული სადაც წერია აბსოლუტურად ძალიან ბევრი ეს არის მაგალითი აქ მოყვანილი ამ ნაშრომში და დახარისხებულია ესე judiciary executive opposition elections და ასე შემდეგ რამოდია და civil liberties და ასე შემდეგ და მე მიყვება ესე ამ თავების მიხედვით ამ სათაურების მიხედვით რომ ქვეყანაში რა მოხდა და რა მექანიზმი და lowering judicial retirement age მაგალითად ვიღაცამ ჩამოაგდო ეს პენსიის და შეყარა ანუ court packing-ი გააკეთა თავისი მოსამართლეები და ასეთნაირად სასამართლო სისტემაზე მოინდომა კონტროლი restricted judicial court access to it და ნუ მთელი მექანიზმებია რა შეიძლება რაღაცა გადაწყვეტილებები სასამართლოს ჩამოართვას და სხვა იმაში გადაიტანოს ანუ არიდოს და დაამატოს ისინი რა ქვია მოსამართლეები ეს გაბეროს ეს ამერიკაშიც იყო ესეთი რაღაც რო დამატებას აპირებდა. და იყო რუზველტის დროს ჰქონდათ ეგ ცდელობა. და მე ჩვენ განვიხილეთ რა ანუ ეს ნაწილები არა მარტო სასამართლოში, არამედ ბევრ სისტემაში ჟანერად ახერხებენ ამ ყველაფრის მოხერხებას. მაგრამ საქმე იმაშია რომ ადამიანს სანამ გადახვალ მაგ იმაზე რა ერთი მინდა
რაც მინდა ის ნინო რაც მაინც საზოგადოებასაც არის მსხომე. პრობლემა ის არის, რომ ერთის მხრივ ფორმალურად დაცვა ხო არის ეს და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის სისტემატიური გეგმაზომიერი ინკრემენტული ნაბიჯების ჯაჭვი. შენ რო აიღო თითეული ცალ-ცალკე, ახლა პოლონში გამომჩა პროკურატურას დაიქვემდებარა. თითეული ელემენტი რო აიღო ცალკე, შეიძლება ვერც მოედავო რა, ესეთი ცალსახად მოსადავებელი არის. მაგალითად, როდესაც მთავრობამ დაიქვემდებარა პროკურატურა გააკეთა ეს იმგვარად, რომ პროკურატურის პარლამენტში შესაბამისი კანონმდებლობით შეცვალა და პროკურორი და იუსტიციის მინისტრი ერთ პოზიციად აქცია. და დებატებში რომ გასულიყავი, ნუ უბრალოდ გეტყოდა რომ კი, მაგრამ ანუ რატო არის ანტიდემოკრატიული? ამერიკაში ხომ ესია. და შესაბამისად, ანუ ამერიკა დემოკრატიული არ არის, ანუ იზოლირებულად რომ განიხილო თითეული ქმედება თავისი ბუნებით ესეთია რა, სადაოა, ანუ საკამათოა, ისეთ შეიძლება და ესეც. მაგალითად ჩვენთან რო გვაქვს, როგორ არის დაქვემდებარებული ხო საარჩევნო სისტემა. გაქვს ცენტრალური საარჩევნო სისტემა, რომელიც ნახევარი კომპლექტდება პროფესიული წევრებისგან. და თითქოს რა არის ამაში ცუდი, ხო, პროფესიული წევრები არიან რა, მიუკერძოებელი ადამიანები და მათ დიდი წონა აქვთ. მეორე ნახევარი პარტიების არის, ანუ მათი ინტერესის დაცულია. და რეალურად ხდება ისე, რომ რადგან შენ თუ უმრავლესობა გაქვს 50% პლუს 1 ადამიანი, უკვე ამ ძალას შეუძლია დააკომპლექტოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისი ლოიალისტებით 50%-ით და პლუს ის თავისი წარმომადგენლიც ყავს და გამოდის უმრავლესობა. და ყველა გადაწყვეტილება მიიღება ესე. მერე ეს ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვს კანონით გაწერებული ვალდებულება დააკომპლექტოს საოლქო კომისიები იგივე პრინციპით 50 პროფესიული წევრებით. რა თქმა უნდა, ისინი ლოიალისტებით. და მერე ისინი თავის მხრივ აკომპლექტებენ საუბნეებს. ანუ ეხლა ეს რო შეხედო, ხო, დებატში რო ზიხარ ტელევიზორთან, ხო? და ადამიანი გეუბნება რომ არა, იცი რა, მე არ მინდა რომ ჩემი პარტიის მემართველი ძალა კი ვარ, მაგრამ არ მინდა რა რომ ჩემი პარტიის ეს იყოს, რა ქვია, წევრებით იყოს უმრავლესობა, მეტი წონა მქონდეს ვიდრე სხვა პარტიას და ამიტომ მოდით ნეიტრალური ხალხი იყოს. და ეხლა ვინ აირჩიოს, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა უნდა მართლა ვინ უნდა აირჩიოს, ხო, კითხვა რო დაგისვას იქ რაღაც სამოქალაქო სექტორმა იქ იყო რეკომენდაცია იყო და ბიჭო მეუბნებ ეს სამოქალაქო სექტორი ვინ არის, ვინ წყვეტს რომ სამოქალაქო სექტორი არის ვასილი და არა ნინო. ან მე და არა ვასილი, ხო? ანუ ვიღაცას ხო ეს დისკრეცია აქვს, ვისაც ამისისა აქვს და ესე იგი იმას აქვს გასაღები კომპლექტაციის. ამიტომ ისეთია რა, ვერ შეედავები რა, ანუ რთულად შესაძლებელია. რო იძახიან ხოლმე, გამოდი დებატებზე დავჯდეთ. ეხლა ლონდონში რასაც UK-ში რასაც იღებენ აქციებზე. იქამდე ჯერ შორს არის ჩვენი კანონმდებლობა. ფაქტიურად აქციის ჩატარების შეზღუდვამდე მიდის რა, ამის სიტუაცია ისეთი ის არის და ნუ ძალიან ისე დიდი დებატებია და მოგიტანენ ამ იმას და გეტყვიან და იქ სასამართლოა. მიდიხარ სასამართლოში. და ეხლა აქ ეს ინფრასტრუქტურა როცა არ არის, ცალკე აღებული თითეული მოკლედ ცვლილება, რომელიც ესეთი ინკრემენტულად ესე ნაბიჯ მიდის რა და აკუმულაციური ეფექტია, ავტოკრატია. ეს სალამის ეფექტზე ძახდნენ მაგას სტალინმა ის ნენელა აიღო მთელი აღმოსავლეთ ევროპა. არჩევნები ნენელა აყალბა და ბოლოს ყველაფერი ჩაიგდო ხელში და აი სალამის ეფექტია რა. ნენელა ჭრის მთელი იმას და ცოტა მოჭრა, კაი მაგის გამო ხო არ მიტინგზე ხო იმას რევოლუციას ხო არ მოაწყებ, კიდე ცოტა მოჭრა და საბოლოო ჯამში იკვრება. ეს არის ხოლმე აი ესეთი ამ მეთოდის დემოკრატიული თუ რა ქვია მას კონსტიტუციური მიტაცების თუ კანონიერი მიტაცების მოდელში ეს არის პრობლემური დებატებში ვერ შეხვა. წააგებ. ანუ კონსტიტუციაში წერია ეს ყველაფერი და კონსტიტუციას რომ მიყვე, მას ყველანაირი უფლება აქვს, რომ ესე დააფორმიროს CSGO, კანონი გაიტანოს ის, რომელიც არ უნდა რომ კონსტიტუციაში იყოს მოხვედრილი. ან კონსტიტუციაში შეუძლია შეიტანოს ესეთი ნაწილები, რომელიც მართლა სადღეგრძელოება დარჩება, მაგრამ რეალურად არ განახორციელებს. ეს ერდოგანემაც გააკეთა ერთ პერიოდში, რომ რაღაც ადამიანების და უმცირესობების უფლებები და ხალხმა იზეიმა და ევროპაში ტაში დაუკრეს, მაგრამ რეალურად არ შეასრულა. ანუ ეს მექანიზმები და ძირითადად რაც თავარია, უმრავლესობა ეს აგრესორი, ასე ვთქვათ, ბული, ამ შემთხვევაში არის აღმასრულებელი ხელისუფლება. ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება იყენებს
და კომბინაციაშია. ანუ რო არ იყოს პარლამენტზე კონტროლი, რო არ ქონდეს. ხო, ეგ არის მნიშვნელოვანი. ანუ უბრალოდ აღმასრულებელი ხელისუფლება თუ გამიჯნულია მკვეთრად და ვერ აკონტროლებს, თქვა არჩევითი პრეზიდენტია და ის ვერ აკონტროლებს მაგალითად პარლამენტს, ნუ მაშინ ეს არ გამოუვა. ძალიან გაუჭირდება რა და ანუ იქიდან გამომდინარე რომ ისეთ მოდელები სადაც პარლამენტის უმრავლესობა აყალიბებს მთავრობას ავტომატურად ეს ჯგუფი აკონტროლებს ორივე ხელისუფლებაზე რჩება მესამე და თუ ცალკე დგას პროკურატურა იბანსაც მე კანონის მიხედვით იქვემდებარებს. არის კიდე ძალიან საინტერესო მოდელი ისრაელის შემთხვევაში. როგორ ხდება ხოლმე ეს ანუ რადგან ძალიან დაბალი ზღვარია იქ პატარა პარტიები ხააწიეს ნელ-ნელა წერენ. იყო 1%-ს ქვემოთ. ხდებიან პატარა პარტიები და კოალიციისთვის არც ერთ უბრალო უმრავლესობით ვერც ერთი პარტია ვერ მოდის ხოლმე ვერასდროს. და ეს კოალიცია რო შეკრან ეს პატარა პარტიები და აღარ გვესმის შენი. სანამ დასთან კონტაქტი აღდგება, ვასილ ერთ შეკითხვასაც დავსვამ. ალბათ გქონდათ ეგ პრეცედენტიც და გამოცდილება თუ შეადარეთ აი ძველ კონსტიტუციებს ხო 21 წლის და შემდეგ უკვე მეორე რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციას აი რამდენად პატარა პარტიები ბოდიშკამ დამიჯდა ეს კომპიუტერი. ეს პატარა პარტიები შეყავთ ხოლმე და ისინი მერე ხდებიან ფაქტიურად მანიპულაციას ახდენენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მათი ელექტრონული კაპიტალი შეიძლება 1%-ს ზევით არ იყოს, ნაციონალურ პოლიტიკაზე აქვს ხოლმე კრიტიკულად მაღალი გავლენა. ან პირიქით თუ მაღალი ზღვარია, აი სწორედ ის ხდება, რომ შიდა გადანაწილებით 53% მოსული პარტიამ შეიძლება უცბად აიღოს 60 ანუ ადგილები მიიღოს 68%, იმიტომ რომ მაღალი ზღვარი არის მაგალითად. ხო, დათა ნინომ დასვა შეკითხვა, რომ თუ ქონდაო ესეთი დისკუსია, სადაც ჩვენ შევადარეთ, თქვათ 21 წლის კონსტიტუცია, ისევე როგორც 90-იან წლების, შემდეგ 2004-ის ავიღეთ და თანამედროვე ეს ასე შეხვედრა ქონდა და ამის ჩანაწერიც არსებობს, ნინო მასე საიტზე დევს. სადაც რომ დეტალურად გავარჩიეთ ადრე წინა კონსტიტუციებში რა პრობლემები იყო და ეხლა რა პრობლემები გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ანალოგიური პრობლემები იყო, ანუ იმის ძალების გადანაწილება არასდროს არ იყო დაცული და ყოველთვის იყო ძალაუფლება ასე ვთქვათ კონცენტრირებული ერთ წერტილში. და თანამედროვე 21 წლის კონსტიტუციაში არსებობდა ეს შვეიცარიული კონსტიტუციიდან ქონათ ბევრი მუხლი გადმოწერილი. იყო აი ეს შემბოჭველი მექანიზმი რეფერენდუმის გზით, ანუ შეგეძლო კანონის ინიცირება კანონის გაუქმების და შეგეძლო ახალი კანონის მიღება, რაც ნუ ბევრად ისეთი იყო რა. კი, მაგრამ იმ კონსტიტუციაშიც მთელი რიგი პრობლემები იყო და შემდეგ 95-შიც ძალიან პრობლემა, ანუ სულ იყო რაღაც ერთ ორგანოზე დაფუძნებული და ეს ძალათა ბალანსის დაცვა არასდროს არ იყო ისე როგორც ახლა მთლიან პარლამენტშია კონცენტრირებული ძალაუფლება. დეცენტრალიზაციას რაც შეეხება ძალიან კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ფურცელზე კარგად წერია ყველაფერი, მაგრამ მთლიანად დამოკიდებულია. პრინციპში ფურცელზე არ წერიან, კონსტიტუციაში სადღერძელო წერია და მე უკვე რომ მიყვები, არანაირი ძალაუფლება არ აქვს, ანუ უკვე თან იურიდიულად არანაირი ძალაუფლება არ აქვს ფაქტიურად რა, რეალურად უბრალოდ ანუ კვალიტეტები როგორ არის CI ცენტრი რასაც გააკეთებს თუ არ გააკეთებს პირველ ბარიერად, ასე ვთქვათ, იმისთვის რომ ხალხის წუხილი მასთან არ მოვიდეს, მიდის მუნიციპალიტეტ, ანუ მუნიციპალიტეტის არჩეულ თუ დანიშნულ პიროვნებებს იყენებს როგორც ფარს, რომ ეს პრობლემები რაც ქვევიდან ზევით ამოდის, რომ ამასთან არ მოვიდეს და იქ მივიდეს. ანუ ფისკალური ბერკეტები აქვს ცენტრს, მაგრამ ხალხის შემაკავებელი ფუნქციას ასრულებს სწორედ ეს მუნიციპალური მმართველობები. აი ესეთი სისტემაა რა. ანუ ეს პოლიცია იქნება, განათლება იქნება, სოციალური დაუცველი იქნება, ჯანმრთელობა, ყველაფერი დამოკიდებულია ცენტრზე.
ამ შემთხვევაში მიტაცება ბევრად ადვილი იყო, იმიტომ რომ ეს სასამართლო ისე დაქვემდებარებული იყო, პრობლემა არ იყო, პროკურატურა ისედაც ის იყო, რა ქვია, დაქვემდებარებული იუსტიციის მთავრობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე გამიჯდეს, მაგრამ მაინც ის არის და რადგან მთელი ძალაუფლება თავმოყრილია ცენტრში, რაც ვასილმა თქვა, ადგილობრივი შემაკავებელიც არ არის, თქვა მაგალითად უკრაინაში დიდ ქალაქების მერები არიან ოპოზიციურები. მაგალითად აღმოსავლეთ უკრაინაში ბევრი იყო, მათ შორის პრორუსულ ძალადრო ითვლებოდა ისეთებიც, მაგრამ იყვნენ რა. ეხლა ის ქალაქები იბრძვიან ყველაზე აქტიურად, იმიტომ რომ მაღალი ის ქონათ რა, იდენტობა გაუჩნდათ კიევის მიმართ და უკრაინის მიმართ და ჩვენთან ეგეც არანაირი შემაფერხებელი არა. პლუს ამ ფინანსური სიღარიბის ინსტრუმენტალიზაცია ხდება აქტიურად. მოკლედ ეგენი ხო, მოკლედ გავიარეთ, ანუ ვასილს ქონდა 21 წელი დამუშავებული, მე ბოლო კონსტიტუციები. ხო, და რა უნდა მეთქვა, რომ ესე იგი ჩვენი ამ გუნდის მიდგომა არის ესეთი, რომ თუ არ შეიცვალა ეს სკელეტონი, ანუ ის საყრდენების ჩარჩო საერთოდ რაც როგორც უნდა იყოს კონსტიტუცია, ეს სისტემა თუ არ შეიცვალა, დამოკიდებული ვიქნებით აუცილებლად იმ ახალ სახეებზე და მათ კეთილსურვილებზე და ეს შევამჩნიეთ, რომ მაინც ვერ მივყევართ იქ ამემამდე რა. და სხვათა შორის ჰამილტონს აქვს ესეთი ნათქვამი ფედერალისტების პეიპერებში, რომ ესეთი ადამიანებია, რომლებიც მოდიან დიდი კეთილსურვილებით და შემდეგ ავტოკრატები ხდებიან, ხშირად არიან სწორედ ეს რევოლუციით მოსული, ანუ ვიღაცა გადმოაგდო, თვითონ მოვიდა, დიდი მხარდაჭერით მოვიდა და შემდეგ გადავიდა, ასე ვთქვათ, ავტოკრატიულ წრეზე წავიდა თავიდან. და რა გამოდის, აი დღევანდელი საქართველო რა არის? ეს არის ნუყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ აბსოლუტურად მოსუფთავებულია ეს პოლიტიკური ველი, იმისთვის, რომ ვიღაც მოვიდეს და აბსოლუტური რაღაც დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში მაგალითად. და შემოვიდა ეს ხალხი და ბერკეტები აქვს კონსტიტუციაზე, ბერკეტები აქვს ყველაფერზე აბსოლუტურად და რა აქვს მას შემაკავებელი მექანიზმი. დღევანდელ კონსტიტუციაში აბსოლუტურად არაფერი. და ამაზეა საუბარი, როდესაც მე ვახსენე მანამდე, რომ სანამ დინარეს დაეპატრონება ახალი გველეშაპი, ხო, დღეს რომ დიდი თვალებით აციმციმებს თვალებს და ხვალ შეიძლება რომ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, აი ეს არის, როდესაც გვაქვს რომ ღია ფანჯარა, სადაც შეგვიძლია ჩვენ რაღაცა მოთხოვნები წავაყენოთ და თქვათ, რომ არ გვინდა ეს კონსტიტუციური წყობა, ჩვენ გვინდა თანამედროვე დემოკრატიული კონსტიტუციური ჩარჩო, რაშიც იმუშავებს შემდეგ ვინც არ და მოვიდეს. ახლა პრობლემა კიდე რა არის, ნინო, შეხედეთ, თქვათ მოვედით, კარგია და ანგელოზები მოვედით სულ. თქვენ, მე, ვასილი ვართ რა და არ გვინდა ეს ძალაუფლების მიტაცება. მაგრამ რაღაც პრობლემა წამოიჭრა. და კანონმდებლობა გავალდებულებთ გადაწყვიტოთ თქვენ. თქვენ ვერ იტყვით, რომ ეს არა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ეს ადგილზე უნდა გადაწყვიტოს რა თემა თუ იმ რაიონის მოსახლეობა. იმიტომ რომ თქვენ კანონმდებლობით, თქვენი კისერზია ეს. და გიწევს მიიღო გადაწყვეტილება. რადგან ყველაფერი შენ კისერზია, ჯერ ერთი ამდენი ცოდნა უბრალოდ შეუძლებელი ადამიანს ქონდეს. და მეორეც ერთი პრობლემა დგება იმაში, რომ რაღაც შენ სუბიექტურობით იღებ და საბოლოო ჯამში არაფერი არ გაბალანსებს, იმიტომ რომ შენ ბოჭველი მექანიზმები არ არის, რომელიც გეტყვის, რომ არა, ეგრე არა. შეიძლება სწორი იყო, მაგრამ საზოგადოების სხვა ნაწილი ფიქრობს, რომ ეგრე არა, მაგრამ იმათ არა აქვს ეს ძალაუფლება. ანუ ეს ამ კონსტიტუციაში ბუნებრივად დევს, რაც უნდა კარგი ადამიანები მოვიდნენ, უბრალოდ წერია მათი ვალდებულება ფაქტობრივად იყვნენ ძალაუფლების აბსოლუტური კონცენტრაცია ქონდათ მათ ხელში. ესმით, ანუ პრობლემა ამაშია. და ვერანაირი კარგი ადამიანი ამას ვერ უშველის, იმიტომ რომ მისი ვალდებულება იქნება, ის ვერ იტყვის, რომ იცით რა, ამას მე არ გადავწყვიტავი, ჩემი საქმე არ არის. და თუ ვიღაცას ეკითხება, ესეც სუბიექტურია, ვის ეკითხება, ვის აქვს ამის უფლებამოსილება, საბოლოო ჯამში ნახეთ კრიტიკულ მომენტში არის, იდგება ეგეთი რაღაცა, რომ თუ რაღაცა არასწორად მიიღო, შენ რო დელეგირება მოახდინე ვიღაცაზე, მაინც შენი კისერზია ეს. შენი პასუხისმგებლობა, რა ვიცი, იმაში წაგება არ გეშინოდეს წაგებას და ეგ არ გაინტერესებდეს პოლიტიკურად. უბრალოდ ადამიანურად შენი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რა ვიცი, წარსულის და მომავლის წინაშე.
ეს მოდელი ამიტომ არის მაგიტო ვიზახით, რომ უბრალოდ უზურპაციის გარანტორიაო რა. სამწუხაროდ მოკლედ იურისტებიდან ნაკლებად არიან ხოლმე, ანუ უფრო ფორმალთ ანალიზ ფორმის სიმაზე არიან მიმულები ხოლმე და ну რა ვიცი რამდენიმე ხედავ დღეს ქონდა შეხვედრა მაგიტო დამაგვიანდა კონსტიტუციონალისტთან ახალგაზრდასთან რომელიც დაინტერესებულია ნელა დავამთავრე ჩვენი შეხვედრა. ნუ მე მადლობა ძალიან საინტერესო იყო. ხო გავუსმევ მას ხაზს რომ აი ეს საქმე ხარ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხო თითქოს არავის საქმე არ არის რა არ ჩემი საქმეა არც რათა საქმეა ნინო შენი ტყურო ჩემი საქმეც არ არის ისეთი რაღაცაა რომ გასაკეთებელია მაგრამ თითქოს ხალხი ამაში იმდენად ჩამული არ არის და მე ჩვენ ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ამ ჯგუფში რომ ეს არის ძალიან სასწრაფო დროული და აუცილებელი იმისთვის რომ ახალ წრეზე არ წავიდეთ და თუ უფრო მეტ თანამოაზრეს ვიპოვით ამასთან დაკავშირებით რომელიც რომ არა მხოლოდ აზრობრივად არამედ კონტრიბუციას შეიტანს მოიტანს ან ახალ მოდელებს ან კრიტიკას მოგცემს იმაზე თუ რაც ხდება უფრო მეტად გაგვიხარდება და უფრო მეტად წინ წავწევთ საქმეს მე მგონი უკვე ძალიან ბევრი გაქვთ გაკეთებული ამ კუთხით. შეიძლება ალბათ თქვენც გაქვთ ნაფიქრი ამაზე, რომ ვინც უშუალოდ კონსტიტუციის კვლევარი ან სპეციალისტი ხო, მათთან რაღაცა ერთი გაფართოებული შეხვედრა და მათი აზრის მოსმენა უკვე იმ ნამუშევარზე, რაც თქვენ გაქვთ. და მე ალბათ უნდა მოხდეს საზოგადოების ჩართულობა. რატომღაც დღეს გრძნობენ თავს რომ უნდა იყვნენ ქუჩაში და იქ უნდა გადაწყვიტონ საქმე. არ ვიცი რატომ. ან დაწერონ მაგალითად ის პოსტები, რომ სხვა რაღაც ან ებრძოლონ რეჟიმს, რომელიც ანუ იმ ნარატივში შედიან, რასაც ქართული ოცნება დაუწესებს. მისმის. მაგრამ ვიღაცა გამოჩდება მაინც. ჩვენ გავაკეთოთ ეგ მოწოდება და ვიღაცა უცებად გამოჩდება, ვინც გამოეხმაურება. ნახეთ პრობლემა რა არის? უკვე ძალიან ბევრი ხდებთ გაკეთებული. აქ კიდე გზაში ვარ და არჩევნებთან დაკავშირებით რომელიც ყველა მომთ რომ ხო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ანუ მიტაცება ხდება პირველი ნაბიჯი არჩევნები. არჩევნების მოდელზე, რა ვიცი 3-4 თვიანი მაშინ ყოველდღიური შეხვედრები ქონდა ხოლმე. არა თუ არც პარტიები, არც NGO სექტორი და არც იურისტები არ დაინტერესდნენ და საქმეზე რომ მიდგება მაგალითად თქვა ვამბობთ რომ დავანიშნოთ არჩევნები, ხო? ხო უნდა ვიცოდეთ რა არის ის მექანიზმები რომლითაც დავხაკეს და რა არის ის რაც მოლაპარაკების დროს უბრალოდ უარი უნდა უთხრათ. თუ ეხა ამაზე ფიქრი არ იქნება, ნიშნავს რომ უბრალოდ რა ვიცი, არასერიოზულია, მაგრამ ფაქტია, თქვა ჩვენი მოდელი თუ არ მოწონ თავისი მაინც ხო უნდა შეემუშავებით. არავის არ აქვს შემუშავებული. არის ადგილზელოები, თუ შეიცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყველაფერი კარგად იქნება. ოკეი, კაი, მაშინ ეგრე იყოს. ხო, ბევრი სამუშაო და მე მგონი მედიაც უნდა დაინტერესდეს ამ თემებით. მით უმეტეს აი საარჩევნო მოდელზე აღნიშნეთ თქვენ რომ არ იყო საკმარისი განხილვა თუნდაც მედიაში და საზოგადოებაში და საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი აქვს და ბევრი გაურკვევლობა რომ რა მოხდა და როგორ მოხდა და სულ მცირე იმის შეფასება მაინც უნდა გაკეთებულიყო რაც მოხდა და მე ალბათ იმაზე ფიქრი როგორ ავიდოთ თავიდან. მადლობა ვასილ, ძალიან დიდი მადლობა ამის ორგანიზებისთვის და მოწვევისთვის. ნახვამდის. ნახვამდის.